Country, Georgia! Let's go, man! მოგესალმებით Fight Hopper-ებს, ნოსტალგიორგის სართანია. დღეს განსაკუთრებული ეპიზოდი გვექნება, რახან შემოგვიერთება ელენე ლოლაძე მის ცნელთან ერთად. დაიმახსოვრეთ, რომ ჩვენ ვართ პირველი ქართული შერეული საბრძოლო ხელოვნების პოდკასტი Spotify-ზე, Apple Podcast-ზე და YouTube-ზე. გამოგვიწერეთ და დარჩით ჩვენთან. Savadi krab, kopkun krab, ni hao da. რა თქმა უნდა, გაუმარჯოს ქართველებს ტაილანდში. კაი, ამინდი არის მგონი, წვიმის პერიოდი არ არის ჯერ? არა, ეხლა სეზონია, მაგრამ ეხლა დღეს მაგრად წვიმს. ხო და მეც ვიყავი რა ტაილანდში, რა ჩინეთიდან რა და მე მქონდა ოცნება ბავშვობიდან გიждების იმეებზე რა. სპილოებზე რა და წავედი იქ რა ქვია ჩინგმაი ქვია რა ხო ჩინგმაი არის ერთი რა და იქ აქვს ისა ზონები არის რა სადაც ანუ სპილოები არიან რომლებმაც დაანებეს მუშაობას თავი რა იქ ხო იცი აწვალებენ ხოლმე რა ხან სად გამოყო და იქ პენსიონატისავით არის რა და ერთი დღე გავატარე მაგათთან რა მე მდინარეში მე როგორი იყო აუ პატარა სპილო მყავდა რა გოგო იყო რა. ო და აუ ძალიან მაგარია. ხო, ვიცი შენ სხვა მიზეზები? მაგარია დაიმოდიდან. კი, მაგრამ ისედაც კარგი ადგილია ძალიან რა. გაუმარჯოს, ნიკას გაუმარჯოს. მაგრამ იხარია, რომ დღეს მოგვეცა შანსი რა. თან ესე შორს ვართ რა. ხათუ შორის მე და შენ უფრო ახლოს ვართ ეხა ერთმანეთთან ვიდრე ქართველი მსმენელები რა. მე ვარ პეკინში. კი, ვიცი ხო, ჩვენ არც ისე შორს ვართ 1 საათის სხვაობაში ვართ. ხო. და თქვენ ხართ პუკეტში, ხო? ხო, პუკეტში ვართ. რამდენი ხანია უკვე, რამდენი კამპი გაქვთ გავლილი და რამდენი ხანია ხართ მანდ? წლიანობაში უკვე თითქმის 2 წელია მეტიც პირველი ვიზიტიდან რა. არა პერიოდულად საქართველოში ბრუნდებით ხოლმე. 2023 წლის ნოემბერში ჩამოვედით. თუმცა რაღაც თვენახევარი ვიყავით აქ და მე წავედი თბილისში დავბრუნდით, ჩემი დარბაზი მქონდა ის გავყიდეთ და 1 წლის მერე ისე 2024 ნოემბერში დავბრუნდით და მაგის მერე თითქმის ულახ ვართ რა ძირითადად. ანუ კარგად დალაგდით მანდ მოეწყეთ და იცი როგორი ხო, პირველად რო ვიყავით ახლა მაშინ საერთოდ არ ქონდა გეგმაში აქ დარჩენა, როგორც უბრალოდ მოსამზადებელი კემპი ექსპერიენსისთვის. ისე ჩამოვედით, მაგრამ აქ ტაიგერ მოაიტაიში ვიყავით და თვითონ მწვრთნელი ვინც იყო მაშინ, ჯოზეფ ჰენლი იყო. მაგას მოეწონა ელენე რა და მაგათ შემოგთავაზეს სპონსორობა. ნუ სპონსორ ფაიტერ ესე ქვია რა. ანუ რეპრეზენტაციას უკეთებს ელენე როგორც სპონსორ ფაიტერ ტაიგერ მოაიტაის, ხო? ხო რა, ანუ კონტრაქტი გვაქვს. კონტრაქტი შემოგთავაზეს ასე ვთქვათ და მაგ კონტრაქტზე ნუ იმ მომენტში პირდაპირ არ დავთანხმებულ ვართ იქიდან გამომდინარე რომ დარბაზი მქონდა მე საკუთარი საქართველოში და კიდე 1000 საქმეები მქონდა დატოვილი. ხო და დავბრუნდით რა უბრალოდ ეს რაღაცები მოვათავე ყველაფერი და ჩამოვედით უკან მერე. მაგის მერე ძირითადად უკვე ახლა მეორე კონტრაქტი გავაფორმეთ რა უკვე იქით წლის ბოლომდე ისე ვაქვიქნებთ. ძალიან მაგარია რა, ანუ ეხლა შემოგვიერთა სისხლის ფერია, the blood fairy რა და ეს ნიკ შენ ხო არ დაარქვია ზედმეტი სახელი? კი, მე დავარქვი. ძალიან მაგარი ორიგინალური სახელი არის რა და საიდან მოგაფიქრდა? სპატექტორის ადრე უფრო უხდებოდა რა, იმიტომ რომ ელენემ რო დაიწყო ვარჯიში ახლა აი ვიზუალურად ბევრად უფრო ისეთი იყო წვრილი და ბავშვიც იყო რა 16 წლის იყო, ნუ 16-17 წლის ასაკში იყო, მაქედან იწყება ისტორია და ერთ რომელიღაც ჯგუფზე ძალიან დასისხლიანებული იყო და საერთოდაც თავიდან ახლა ამის ხასიათი ეგეთი იყო რა, სანამ ტექნიკა არ ქონდა
უბრალოდ ჩეხაობდა, ასე რომ ვთქვათ რა და სულ ან ეს იყო ხოლმე დასხილანებული, ან მეტოქე. ისე მშრალად არ გამოდიოდა და ამდენად მომაფიქრდა. ძალიან მაგრამ ისაც ყველა ეგახენ ხოლმე რაღაც ეს ფერია გოგო რა უნდა ამას სპორტში რა ჩხუბი რა ის რა ეს და მოცეკვაზე დადიოდა მანამდე რა მოცეკვავე იყო ბავშვობიდან. და რაღაცა ქართული ცეკვა რაღაცა ბალეტი ის და უცებ მაქედან მოხვდა ხელჩართულობდა ბრძოლებში. ძალიან მაგარი ისტორია რა. ეხლა მინდოდა რომ მეკითხა, ანუ როგორ აღმოჩნდა ერთმანეთი რო გაიცანით, ანუ შენ დარბაზში მოვიდა ელენე, ხო მგონი? აი ძალიან ისე დაემთხვა ყველაფერი, რომ აი 1000-დან ერთი შანსი რო იქნება და იმ ერთი შანსი კი რო წავა ყველაფერი, იმიტომ იმდენი ხელი შემშლელი რა ფაქტორი იყო დროთა განმავლობაში, რის გამოც საერთოდ ამ სპორტში არ უნდა მოხვედრილიყო ელენე, მაგრამ ნუ ესე მოხდა რა. ხო და ნუ პირველი ფაქტორი რა იყო, რომ მე როგორც ასეთი არც ვიყავი მწვრთნელი თავიდან, რაც სამთო გიდი ვიყავი და სულ სხვა პროფესია მქონდა. მე რაღაცები აი დაივია ამ ცხოვრებაში და ფიტნეს დარბაზში დავიწყე მწვრთნელობა. ნუ იქ გავაკეთეს ფიტნეს კიკბოქსინგი, უფრო წონის დასაკლებად, ფორმაში ჩასადგომად ხოლმე კიკბოქსინგის გამოცდილება მქონდა ძველი. და მან მოიყვანა მამამისმა, ეხლა რაღაც დეტალებს აღარ ვიტყვი რა, მანამდე რა იყო, როგორ იყო. ხო, მოიყვანა მამამისმა ელენე რა, ნუ სანახავად სიტუაციის, ახლო ცხოვრობდნენ ჩემ დარბაზთან, ამას უნდოდა რომ ფორმაში ყოფილიყო რა, იმიტომ რომ ბავშვობიდან სულ აქტიური იყო უკვე ცეკვაზე, ისე 16 წლის ასაკში იქ იმხელა დატვირთვას ვეღარ იღებდა და პანიკური შიში ჰქონდა ხოლმე წონის მომატების რა, მაშინ რაღაცა 57 კილომდე რომ მოიმატა, უკვე ისე იყო რა. ეშინო და გავსუქდი, ხო ხდებით, ახლა ბავშვი სულ ძალიან გამხდარი იყო ხოლმე ბავშვობიდან. ხო და ნუ მოკლედ იქ აერობიკა იყო კიდე ალფაგრინია დარბაზი თუ იცით. კი, გამიგია, კი. მაგრამ ნუ იმ შემთხვევაში რაღაც აერობიკა თუ რაღაც იყო და არჩევანს აკეთებდნენ იქ აერობიკაზე მისულიყო თუ ჩვენთან კიკბოქსი, როგორც მე გავიგე რა მამამისისგან. და ბოლოს მაინც ჩემთან გადაწყვიტეს და იყო გოგოების ჯგუფი იყო. ასე ვთქვათ, არანაირი ხა ჩხუბი და ის არც იგულისხმებოდა, იყო ფიტნეს კიკბოქსინგი. მარტო ფაც ტრეინინგ და ტომარა რა, მეტი იქ ერთმანეთთან სპარინგი და მსგავსი რაღაცები არც იყო რა. და სადღაცა 1-8 თვე დაახლოებით ამ ჯგუფში დადიოდა, თუმცა ეს 8 თვეს როგორც იცი, აი პირველი 3 თვე იარა, მე საზაფხულო არ დადეგები 1-3 თვე წასული იყო თავის სოფლებში, სკოლას რო დაუბრუნდა, მე შესაბამისად დარბაზში დაბრუნდა სავარჯიშოდ და მან პერიოდში ელენემ საერთოდ ისიც არ იცოდა, რომ ლეგალური იყო გოგოების ჩხუბი. ხო, ეგ ძალიან საინტერესოა, რომ ლეგალური კი არა, საერთოდ არ წარმომედგინა რა ხდება. თუ არსებობდა, ხო? ალბათ. რომ ეს ქალები ადიოდნენ რინგზე, ჩხუბობდნენ, ქალები კი არა, მამაკაცებისაც ახლა დიდად ესე წარმოდგენა შოიდან მქონდა, მაგრამ ნუ არ ვიცოდი ესეთი მასშტაბის ეს რო იყო სპორტი და გამოდიოდნენ ქალებიც, კაცებიც იბრძოდნენ და ვინ იყო პირველი, როცა ნახე რა ეს ბრძოლები რა, ანუ პირველი ადამიანი რა, ქართველი მებრძოლი, ან MMA იყოს, ან კიკბოქსიორი, ან სინამდვილეში ქართულ მებრძოლებს ნაკლებად ვაჩვენებდი მაშინ. მაგ პერიოდში იყო როგორ რაღაცა, იცი რა ხან გოგო იყო, მოცეკვავე იყო. ვაყურებინებდი ხოლმე, ვაყურებინე პირველად ვალენტინა შევჩენკოს ჩხუბი, რო აი რაღაცა როცა მინდოდა რომ რაღაც მხრივ ეფიქრა სერიოზულად რა ამ სპორტზე. ხო და იქიდან გამომდინარე, რომ ვალენტინა შევჩენკოს ხო თუ გახსოვთ მოცეკვავე იყო ხოლმე. პარალელურად თქო, იმიტომ საბრძოლო სპორტში 5 წლის ასაკიდან არის და რაღაცა ხანდახან ბრძოლის მერე, ხანდახან ბრძოლამდე შეყავდა ხოლმე და რაღაც პარალელები გავავლე, რომ მეთქი არც ისეთი საშიში სპორტი არის, აგერ ჩვეულებრივად შეიძლება და ნუ თავიდან პირველი რაც იყო, კიკბოქსინგი იყო რა, მაშინ კიკბოქსინგი მოაიტაი რა, ისე უცებ განვითარდა ეს ყველაფერი, რომ თა საქართველოში ექსპორტები ცალ-ცალკე არც არსებობდა რა, ეხლა არ ვიცი, პრინციპში ეხლაც ეგრეა. ცალ-ცალკე არ მოიაზრება რა, და იგივე დარბაზში არის კიკბოქსინგი და იგივე კიკბოქსერები შეიძლება იჭმოს, სადღაც მოაიტაიც. ხო და ნუ ვალენტინა შევჩენკო იყო პირველი გოგო მოჩხუბარი ქართველი
არავინ არ მიჩვენებია სიმართლე რომ თქვა და არც აინტერესებდა ამას ბიჭების ჩხუბი მაშინ, ზოგადად ჩხუბი საერთოდ არ აინტერესებდა. მაგრამ მე ერთადერთი ცოტა კიდევ აფეთქდა. უფრო კომერციული რო გახთა რა, მე გოგოებისგან პირველი ჩვენიანი გამოჩნდა ლიკა, ხო? ალბათ ჯოჯუა მაშინ ეგ უკვე ლიკა უკვე იყო მაგ დროს UFC-დან წამოსულიც კი იყო მგონი რა. ზუსტად არ მახსოვს ახლა წლები და ის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაშინ მე თვითონაც MMA-სკენ ნაკლებად ვიყავ მიმართული. მაგ პერიოდში, ნუ ახლა უყურებდი ბავშვობიდან რაც რავი პირველი UFC-დან სულ უყურებ, მაგრამ ეს რომ რაღაც მწვრთნელობის ამბავში MMA-სკენ გამეხედა მით უმეტეს ელენესთან დაკავშირებით არა. ძირითადად მაგ პერიოდში ელენე რითაც დავითანხმე პირველად რომ რინგზე გასულიყო. სიმართლე რომ გითხრა, მეც არ ფიქრობდი რომ რაღაცა სერიოზულ მიზნებზე და იმაზე გვექნებოდა პრეტენზია. უბრალოდ საქართველოს ჩემპიონატი ტარდებოდა. იქ ჩემი მეგობარი წნორის მწვრთნელი იყო ჩამოსული. ისე აღმოჩნდა რომ ჩემ დარბაზთან ქირი ცხოვრობდა ახლო რა თბილისში სწავლობდა და ჩემთან იყო სტუმრად მოსული რა, ათვარიელებდა და რაღაცო ერთი გოგო მეც მყავსო ამისი ასაკისო ელენეზე მეუბნებოდა რა იქ ვაიცე და არ გინდაო რომ შევახვედროთო, ისე დიდი ხანი არ არის დადისო 2 თვეაო რა და თან მანახა იმის ვიდეოები და მე მაგ მომენტში დავფიქრდი პირველად მეც რა, მანამდე არც მე არ ვფიქრობდი. უბრალოდ დავიყენე ელენე რა, ეს ჩემთან სასპარინგოდ და ეხლა კი არ ვესპარინგებოდი, უბრალოდ მეუბნებოდი ეს ჯები დამარტყი რაღაც 1-2 და ჩი ვიგზენე ხა მანამდე წარმოდგენა არ მქონდა, ისე მძიმედ ხდებოდა ხელები, ეხლა მე 85 კილო ვიყავი, ეს 56-17 ესე რა და ეს კი რაღაცა ამ გოგოს არაბუნებრივი ძალა აქვს მეთქი იმ პირობებში, რა პირობებიც არის რა, ეხლა არც ქონდა ნავარჩები ამ სპორტზე არაფერი და უთხარი ელენეს რომ მეთქი მოდი საქართველოს ჩემპიონატზე გამოდი, აი ვაჩვენე იმ გოგოს ვიდეოებიც, შენზე პატარა გოასაკით, ასაკით მართლა ამაზე პატარა იყო, ეს იყო მაშინ 16 წლის, ის 15 წლის რაღაც ეგრე. და წონითაც ამაზე პატარა იყო ცოტა და აი საქართველოს ჩემპიონატიც არ იყო, ღია რინგი იყო მგონი რა, ზუსტად არც მახსოვს. ბევრი გამოსვლა ქონდა ერთ ღამეში, ერთ საღამოს? არა, მარტო ის ერთი ხალხ საქართველოში გოგოებში ესე მარტივად არა რომ ბევრი მოგიწეს, ბევრი კი არა, ზუსტად შენი წონა და შენი ასაკის რო იპოვნო, ეგეც რთული იყო მაგ პერიოდში. ეხლა არ ვიცი როგორ არის. ერთ სიტყვით მაგ დროს თვითონაც რაღაცა დააინტერესა, დიდად არც იცოდა იქ რა უნდა გაიკეთებინა, უბრალოდ იცოდა რომ რა კომბინაციების პადებზე ქონდა გაკეთებული და გაიკეთებინა. ნუ წავედით, მოიგო ეს ბრძოლა. ადვილადთან მეორე რაუნდში დაამთავრა თუ პირველში აღარ მახსოვს. მაგის მერე იყო ევროპის თასი, თუ სწორად მახსოვს, კიკბოქსინგში და იქ უნდა წავსულიყავი და რაღაცა მიზეზის გამო არ წავედით, მაგრამ ამ ევროპის თასისთვის უკვე რომ სადღაც თვენახევარში იყო იმ დღიდან. იმდენად სერიოზულად და მოწადინებულად დაიწყო ვარჯიში, აი როგორც ჩვეულებრივი პროფესიონალი მებრძოლი. არანაირი განსხვავება არ იყო დიეტიდან დაწყებული, დღეში ორჯერ ვარჯიშობდა და არქბოდა, ყველაფერს აკეთებდა აბსოლუტურად და აი მაგ თვენახევარში ქონდა რაღაცა კოლოსალური პროგრესი. ის შეჯიბრი, ნუ არ გამოვიდა რაღაც მიზეზის გამო და ფინანსების თემა იყო თუ რაღაც არ ვიცი და ძალიან გულდაწყვეტილი იყო და მანამდე იჩხუბა მერე ბაქოში, მანამდე ერთი კიდევ საქართველოში, ბაქოში 4 კაციანი ტურნირი იყო, იქ მოიგო, სხვა შორის იქ ცოტა ისე აღმოჩნდა, რომ წინასწარ არ ველოდით და პროფესიონალი მებრძოლი შეახვედრეს ირანელი, რომელიც იყო მაშინ 31 წლის თუ რაღაც, ელენე იყო 16 წლის. და ნუ აბსოლუტურად დამწყები და აი მაგრად იჩხუბა რა, ეს პირველ რაუნდში უცები მან ისეთი ტემპით დაიწყო, მეგონა ხوار მოუხსნა თქო საერთოდ, მაგრამ მერე შემოატრიალა ჩხუბი. მაგის მერე აზერბაიჯანელს მოუგო კიდე და ქამარი მოიგო მაშინ რა და აი მაგან კიდე სტიმული მისცა. და ბოლოს ესე აღმოჩნდა რომ ევროპის თასზე რო ვერ წავედით, თვითონ რო გულდაწყვეტილი არ ყოფილიყო, მე თვითონ მოვიძიე, მსოფლიო თასი ტარდებოდა იტალიაში მაშინ, რიმიში, ვაკოს ვერტით, აი ვაკო World Fighters World Cup, ესე ერქვა იმ ტურნირს რა, ბევრი წლის მანძილზე ტარდებოდა და
კოვიდის დროს გააჩერეს, კოვიდი რო დაიწყო, იტალიაში იყო ერთ-ერთი პირველი აფეთქება, აი მაგ დროიდან უკვე ეს ტურნირი გააუქმეს 1-2 წელი და ვეღარ დაბრუნდა რა. იქ ყავდა წაყვანი და სხვა შორის იქაც მოიგო მსოფლიო თასი და აი მაგ მოგების მერე უკვე საქართველოში რო ჩამოვედი, ძალიან დიდი გამოხმაურება ჰქონდა ჟურნალისტებიდან ის და თვითონაც უკვე აი ეგ იყო გადამწყვეტი მომენტი რა, აი მაგის მერე უკვე პროფესიონალურად დაინტერესდა სპორტით. მერე იყო კიდევ მუაი-თაის მსოფლიო ჩემპიონატი, იქაც მოიპოვა ჯილდო outstanding athletes. ეგეთი ის იყო რა ბოლოს დაჯილდოვებები და outstanding ალბათ გამორჩეული გამოდის, ხო? გამორჩეული ათლეტი კი თასი მიიღო რა. ნამდვილად გამორჩეული. ხო, მაგის მერე კიდევ უკვე იყო ბოლო ბრძოლა და ბოლო ტურნირი ახალგაზრდებში 18 წლამდელებში. მერე იყო რაღაც კოვიდი დაიწყო, კოვიდის პერიოდში შეჯიბრებზე რო ვერ დავდიოდით, მერე რაღაც კოვიდი რო მორჩა, აი ბოლოსკენ რო გადიოდა უკვე და რაღაც რაღაცეები განახლდა ტურნირები, მაგრამ ყველგან ეს PCR ტესტები და რაღაცეები რო იყო საჭირო. იმ პერიოდში ეს რაღაც იყო შეჯიბრი ტარდებოდა რაღაც ხორვატიაში სადღაც იყო მე მგონი ევროპის თასი იყო თუ რაღაც ესეთი ტურნირი კიკბოქსინგში. მაგისთვის ემზადებოდა და ამ შეჯიბრამდე სადღაცა 9 დღით ადრე დაუდასტურდა კოვიდი. თუ 3 დღით ადრე, არ ვიცი, ნუ ერთ სიტყვით იმდენად ადრე, რომ ფიზიკურად ვერ წავიდოდით, ეს მძიმე ფორმებში კი არ ქონია ეს კოვიდი, ნუ სიცხეები ქონდა როგორც იყო ხოლმე რა, ეს 4 ფრენის იყო პრობლემა მაშინ თუ ხო, ტესტი გჭირდებოდა რა. ხო, და ეს ტესტზე ახლა უარყოფითი არ ქონდა, დადებითი იყო. ნუ ეგ ტურნირი რო ჩაიშალა, აი ესე სულ ისე უაქტიუროდ რო არ დარჩენილიყო, უცებ აღმოჩნდა რომ რაღაც იმავე დღეებში თუ 2 დღეში მაქე ძალიან იყო საქართველოს ჩემპიონატი კრივში. და დიდებში უკვე რა ეს, მანამდეც კი იყო კრივში ერთხელ საქართველოს ჩემპიონატი, მაგრამ მაშინ პატარა იყო და მაშინაც დიდებში მოიგო. მაგრამ ნუ მანდ უკვე აი ეს ანუ გაუთვალისწინებლად წავედით, ბათუმში ტარდებოდა მახსოვს. იქ პირველი ბრძოლა რო ჩაატარა ის გოგო ვისაც შეხვდა, უკვე გამოსდილი იყო კრივში რა, რაღაც მაგ პერიოდში იყო თუ წინა წელს არ მახსოვს, ნუ ნაკრების წევრი იყო რაღაც ოლიმპიადის სალიცენზიოზე ფიქრობდა წასვლას და ასე შემდეგ და ელენეს შეხვდა პირველი, ხა ელენემ დიდად არც საინტერესებდა მისი მიღწევები და ასე შემდეგ. საკმაოდ მარტივად მოუგო და მაგ დროს იყო კრივის ფედერაციის პრეზიდენტი ციკლაური. როგორც კი მორჩა ბრძოლა, აი იმქიდან რომ ჩამოვედი რინგიდან, ეგრევე მოვიდა ჩემთან. არჩევ ეხლა 10 დღეში ევროპის ჩემპიონატიაო კრივშიო და ეს გოგო იქ უნდა წავიყვანო თუ უეჭველიო რა. ყველაფერს ჩვენ უზრუნველყოფთო და ნუ რაღაცა უკვე დაწყებულია სბორიო დეკადეშიო და თბილისში რო ჩახვალთო, ეგრევე სბორზე მოდითო რა, ერთ სიტყვით თუ წინააღმდეგი არ იქნებითო და მაშინ ის პერიოდი იყო ყველა შეჯიბრზე დავხდებოდით, მთავარი იყო გოგოს გამოცდილება მიიღო. ნუ რა თქმა უნდა, მანდაც დავთანხმდით. წავიდა, ეგ ტარდებოდა, სად ტარდებოდა ელენე? ხორვატიაში იყო მგონი ეგ. ან მაკედონიაში, ან ხორვატიაში. იქაც კოვიდი შეუბრუნდა ხელმეორე დაემართა. ანუ იქ რო ჩახვედი, იქ მერე გატესტე პოზიტივი, ხო? მე არ ყოფილვარ. სიცხეები დაეწყო რა და ყველა და აი რაც ჰქონდა, ოღონდ უფრო მძიმედ ვიდრე მანამდე. პირველი ბრძოლა მოუწია წინა წლის ევროპის ჩემპიონთან. ბერძენი გოგო იყო. პირველი ბრძოლა არ იყო, ნახევარ ისე მეოთხედფინალი იყო, ანუ მედალზე გამსვლელი ბრძოლა იყო რა. და ნუ აი ძალიან დიდი აუთსაიდერი იყო, რა თქმა უნდა, ახლა ეს საერთოდ კრივში პირველად იყო. არც უვარჯიშია ცხოვრებაში კრივი მაგ დღემდე. ხო, მოუგო იმ გოგოს რა, თან ისე მოუგო, რომ პირველი რაუნდი ელენემ წააგო. და გადატეხა რა, მეორე მესამეში გადატეხა, მოიგო. ეგ იყო მაგ ჩემპიონატის ყველაზე დიდი სენსაცია, სტატიაც იყო მაგაზე დაწერილი. მერე ნახევარფინალში იტალიას შეხვდა და იქაც იგივე ბრძოლა იყო ჩემი აზრით, ის მოიგო, მაგრამ რაღაცა ძალიან უცნაური გაყოფილი გადაწყვეტილება იყო, იმას მისცეს იტალიურს, ნუ საფრიზოზე მაინც გავიდა, მაგრამ პატარა არ იყო რა, ახლა კრივში ბევრი გოგოები არ იყვნენ მაგ პერიოდში, ვინც ევროპაზე
ხშირად ხდება ხოლმე ისე ეგეთი გადაწყვეტილებები, რომ ვერ გაიგებ რატომ იცეს იმას რა და ეგ როგორი ეფექტი ქონდა ელე შენზე, ანუ საერთოდ აი მარცხის გამოცდილებას როგორი ეფექტი ქონდა შენ თავზე და იგზენი თუ არა რომ არ იყო რა ქვია იმას სამართლობის განცდა რა თქმა უნდა ყოველთვის მაწუხებს ხოლმე და იმიტომ რომ მე დამარცხებას ვერ ვიტან საერთოდ არ მიყვარს და მით უმეტეს სამართლობით როცა ხდება ეგ კიდევ უფრო გულდასაწყვეტია მაგრამ უბრალოდ საშუალებას არ ვაძლევ ამ რაღაცას რომ ჩემზე იმოქმედოს რაც ნაკლები რაღაც იმოქმედებს საერთოდ სპორტსმენზე მით უკეთესია და ისე ვცდილობ რომ ეგრე მივიღო ყველაფერი მარცხით გაკვეთილად მივიღო და ყველაფერი და ანუ ეხლა ეს იყო შენი პირველი კრივი, ანუ შენ სტილზე რა, რომ დაუკვირდი ახლა რა, სხვათა შორის ჯერ უნდა მოგილოცოთ, ძალიან მაგარი დებიუტი გქონდათ და როგორც ვიცი, one is კონტრაქტი მოიპოვეთ რა, მაგაზე შევეხებით რა და უბრალოდ ჯერ მოდი ამ სტილზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ შეზღუდვის გრძნობა თუ გქონდა, როცა ფეხებს აცხმარობ, ხო? თან კიკბოქსიდან მოდიხარ და მე მარტო ხელებით რო ხარ, თუ გქონდა თუ არა რაღაც ისე შეზღუდვის გრძნობა. კი, აი ნიკავაც აღნიშნა რომ ნავარდიშებით არ მქონდა თალკე კრივზე ისე მომწია ტურნირებზე გასვლა და სპარინგის დროს როცა უკვე ბოლო დღეები იყო და სპარინგობდი, ფეხად შემთხვევით შემოყოლებდი ხოლმე კრივის დროს და კიდევ კარგი რომ ისეთ ბიჭთან მიწევდა სპარინგი რომ რომ მოვარტყავდი ფეხს ამტანი იყო და მაინც არა უშავდა და კიდე აი რა ბრძოლის დროს შემთხვევით მაგის გამო არ ჩამხსნეს და არ გავიქნიე ფეხიც. და ყველაზე რთული რა იყო? აი რომელი გადასვლა იყო? ანუ ისე სხვათა შორის ცეკვიდან რო გადახვედი, ხო? ანუ რაღაცა დისციპლინა უკვე ქონდა, ხო, შენში შრომის ნიჭი თუ მე ზოგადად პატარაობიდან ვიყავი მიჩვეული, რომ აი ბევრ რაღაცაზე დავდიოდი, ერთდროულად ბევრ საქმეს ვაკეთებდი და ცეკვაზეც ერთ ჯგუფში რომ რჩებოდი, პატარა ვიყავი და მე მეორე დიდების ჯგუფში რჩებოდი, ხოლმე ვაგრძელებდი იქაც ვარჯიშს და ამიტომ გამძლეობა, ელასტიურობა, რაღაცები ვფიქრობ, რომ გამომყვა ცეკვიდან და დიდი პლუსი იყო ეგ. ხო და ეხა ნიკამ რო ახსენა რა ვალენტინაც ხომ მოცეკვავი იყო და სხვათა შორის კიდე ავიღოთ ლომაჩენკოც ცეკვაზე დადიოდა ხო თან მოკრივე და მგონი რაღაც მართლა ის არის დაკავშირება არის რა მაგრამ შრომა და ენერგიას მოითხოვს ცეკვაზე ვარჯიში მაგალითად შრომაზეც როცა ხარ მიჩვეული რომ რაღაცას აკეთებ და უღალავად შრომობ მე სხვა საქმეშიც იყენებ ამ უნარებს და ის როგორ გადაწყვიტეთ ნიკელ რომ მე MMA-ში გადასულიყავით და როგორ შეგვიძლია ეგეც ეს სპონტანურად მოხდა რა ოღონდ MMA-ზე გადასვლა მე გადავწყვიტე რატო იცი ელენეს ვხედავდი რომ აი MMA-ს ბევრად უფრო უკეთესი მონაცემები ჰქონდა ვიდრე და მიღწევები შეეძლო თუნდაც მარკეტინგული კუთხით ფინანსური კუთხით ვიდრე კიკბოქსინგში ან მოაიტაიში რა ისედაც ცხადია რომ ეხლაც არავის არ ურჩევა ჩემი მოსწავლეები ვინც არიან აქ ყავს სამყარო მოაიტაი კიკბოქსინგიდან სულ ყველას ვეუბნები რომ ნუ თუ გინდა რომ პროფესიონალურად სპორტს გაყვე არ არის რა კიკბოქსინგში და მოაიტაიში ფინანსები და ხარდაჭერა თაც შეგიძლია თამამად დაკავდეს სიცოცხლის ბოლომდე ასე ვთქვათ რა ძალიან ნუ შეიძლება ყველაფერი შენ მხრიდან 5-იანზე გააკეთო მსოფლიო ჩემპიონატები მოიგო ისეს მაგრამ აი ეს მაქსიმუმი ჭერი რასაც ქვია დაბალია საკმაოდ რა რაღაც მეინსტრიმ არ არის ხო აი მეინსტრიმ რა MMA გახდა და 10 ჯერ მეტი მაინც არის რა ჩემი აზრით არც MMA-ში არ არის ის ანაზღაურება რასაც სპორტსმენები იმსახურებენ და კიკბოქსინგი მოაიტაიში საერთოდ შეუდარებლად ნაკლებია მით უმეტეს ზიანთან შედარებით იმიტომ რომ MMA-ის მებრძოლები შეიძლება ბევრი იყოს ისეთი რომ ცხოვრებაში არ მიიღოს ნოკდაუნი ნოკაუტი რაღაცა და მოაიტაიში გამორიცხულია ფაქტიურად რა იმიტომ რომ ძალიან ბევრი ბრძოლების ჩატარება უწევს უდგომშია და ყოველთვის ხდება დარტყმები რაც არ უნდა ძლიერი იყო ხო და ერთი მიზეზი ეგ იყო მეორე მიზეზი ის იყო რომ ძალიან კარგი კარდიო ჰქონდა ხოლმე ელენეს და ეს ფიზიკური ძალა ყოველთვის და მინდოდა რომ ეს კარდიო სადღაცა გამოეყენებინა რა ეს 2 წუთიანი და 3 წუთიანი რაუნდები აშკარად არ იყო საკმარისი და კიდევ მესამე რაც იყო 100%-ით MMA-ზე გადასვლაზე არც ფიქრობდით. უბრალოდ აი კოვიდის პერიოდში იყო ზუსტად ეგ მომენტიც
დარბაზები დაკეტილი იყო, ვარჯიშები შეზღუდული ყველგან და მაგ პერიოდში დავაწყებინე ყოველი შემთხვევისთვის ბრაზილიურ ჯიუ-ჯიტსუზე ვარჯიში. ლეგიონი არის დარბაზი, Legion MMA. საქართველოში პირველი დარბაზი იყო ჯიუ-ჯიტსუს და იქ დადიოდა ხოლმე მაგ კოვიდს პერიოდში 3 თვე არა თუ 4 თვე რა მაქსიმუმ თავიდან. და მაგის მერე ისევ უკვე ეს კოვიდის თემა დამთავრდა ყველაფერი, დაუბრუნდით კიკბოქსინგის ტურნირებს, რაღაცა კრივის მერე დიდების ევროპის ჩემპიონატზე წაიყვანეს კიდევ. მერე ის იყო რა ქვია, მსოფლიო თამაშები იყო, მსოფლიო ევროპის თამაშები რა, ევროპის ოლიმპიადას ეძახდნენ რა, მაშინ რაღაც ოლიმპიური კომიტეტი ატარებს 4 წელიწადში ერთხელ ტარდება. Grappling იყო მარტო BJJ თუ? არა, Muay Thai შეიყვანეს პირველად რა ისტორიაში. მაგის მარტო ერთხელ იყო 2023-ში კრაკოვში, პოლონეთში რა. და მთელი ოლიმპიური დელეგაცია იყო, როგორც ოლიმპიური თამაშები, რანგით საქართველოსთვის ეგრე იყო რა, იქ წარმატებებს და რაღაცებს ყოველ მედალს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდნენ და გვითხრეს გთხოვეს, რომ აი ეს ერთი შეჯიბრიც Muay Thai-ზე გამოვიდეს, დავხუროთ ეს წელი, წინა წელს დაიწყო სალიცენზიო 2022-დან რა, სალიცენზიო ტურნირებიდან. მოკლედ ეგ წელი მთლიანად ისევ გავანებეთ ამ ჯიუ-ჯიტსუს და ყველაფერს თავი და გადართული ვიყავით იმაზე, ისევ სტრაიკინგზე, ასე ვთქვათ რა, Muay Thai-ზე. მაგრამ მაგ წელს 2023 წელს ერთ სიტყვით, აი ძალიან დატვირთული წელი ჰქონდა რა. იმიტომ რომ თავიდან იჩხუბა პროფესიონალური კიკბოქსინგი კაერთი მერე ჩატარდა რაღაცა ევროპის თასი იყო გამოცდილებისთვის რა, ანუ წინა საშეჯიბროდ მიხავდათ ხოლმე რა, ვისაც ლიცენზია ჰქონდა აღებული ტურნირებზე. თურქეთში მანდიყო მერე. მერე კიდევ იყო, მერე და მაინც დავაწყებინე, ნუ აღარ მოვითმინე რა, რომ ვიცოდი რომ უკვე MMA უნდა ეჩხუბა, დავაბრუნე ისევ ჯიუ-ჯიტსუზეც მაინც პარალელურად რა, იმიტომ რომ ნუ ვიფიქრე რომ რა ვიცი, ეს შეჯიბრი არის, მაგრამ მაგის ძირითადი სპორტი არ არის და ეხლა ტყუილად დროის დახარჯვა არ მინდოდა ელენესთვის რა. დახარჯვა კი არა და პირიქით ასე ვთქვათ, დაკარგვა დროის. და რო დავაწყებინე ეს ჯიუ-ჯიტსუ, ზუსტად ერთ თვეში საქართველოში ტარდებოდა AGP რა, ნუ აბუ-დაბი, როგორ ქვია, Grand Pro რაღაცა ეგეთი ის არის ჯიუ-ჯიტსუში ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაცია IBJJF-ია და AGP როგორი ატარებენ რა, ძირითადად. ნუ საქართველოში პირველად ჩატარდა, საერთაშორისო იყო და იქ გამოვიდა, იქაც ერთი კვირით ადრე მისცეს ლურჯი კამარი პირდაპირ, ნუ წესით ჩემი აზრით ძალიან ადრე იყო ამისთვის, სულ რამდენიმე თვე ვარჯიშობდა. არა, იქაც მარტივად მოიგო, სხვათა შორის ორი კატეგორია იყო კი-ნოკი, ორივეში მოიგო. მაგის მერე ზუსტად წავედით ამ Muay Thai-ის ევროპის თამაშებზე, ნუ იქაც თავის ისტორიები აქვს, მედალი იქაც აიღო. MMA-ის დებიუტზე გეტყვი რა, MMA-ის დებიუტი როცა იყო. ნუ ერთ სიტყვით, საქართველოში ტარდებოდა ის MMA-ის ევროპის ჩემპიონატი, სამოყვავილო MMA-ის რა. IMF-ი? არა, Global Association MMA რა, გამას ეძახდნენ, უფრო აზიურ ქვეყნებშია პოპულარული ეს და უფრო რთულია ვიდრე IMMAF, იქიდან გამომდინარე, რომ პროფესიონალი სპორტსმენების დაშვებულები არიან. ხო, და საქართველოში რახან ტარდებოდა, იმ პერიოდში არანაირ MMA-ზე არ ვარჯიშობდა ელენე. უბრალოდ ამ ორგანიზაციას აქვს ორი სხვადასხვა წესებით ბრძოლები რა, ანუ ჩვეულებრივი MMA-ის წესებით აქვს და striking MMA-ის წესებით აქვს. Striking MMA არის ეს რაღაცა, რომ დგომში არის MMA, მაგრამ პარტერში თუ რაღაც გილიოტინა რა აქვს მოწინააღმდეგეს აღებული ან რამე საბიშენი დაცემის პერიოდში არ გრძელდება ეგრევე დგებით ფეხზე. ხო და საქართველოში რახან ტარდებოდა, ქართველებს რა თქმა უნდა, რაც შეიძლება ბევრი medali აიღოთ და აი კიკბოქსიორები ვინც იყვნენ ვისაც ხმა მიაწვდიეს ერთ სიტყვით, ყველას შესთავაზეს, რომ აი striking MMA-იც არის და striking MMA-ში გამოდით რა, ანუ კიკბოქსიორებისთვის კომფორტულია გაცილებით. ეგეც არ ვიცოდი მე, ერთხელ ხდებოდა, აი მაგ შეჯიბრამდე დაახლოებით ერთი კვირის ადრე, რაღაც ჩემი ძველი კიკბოქსინგის დარბაზში სტუმრად ვიყავი მისული რა,
რაღაცა დღეს ეს დაბადების დღე იყო ვიღაცის თუ რაღაც და იქ ლაპარაკობდით რა ეს ძველ მეგობრებთან და ისო ერთ-ერთზე თქვა რომ ესო ეხლა MMA-ის იმაზე გადის ევროპის ჩემპიონატი რო ტარდებაო აქო და მეთქი რაღაცა და ელენე ვარ გინდაო გაიყვანო striking MMA-ზეო იცოდნენ რომ MMA-ის ისა ელენეს სულ ვეძებდი ბრძოლას გამოცდილების MMA-ის ბრძოლაზე არ იყო ლაპარაკი ზოგადად ბრძოლას და მეთქი რავი გავიყვან რატომაც არა თქო ან მიწაზე არ გზელდებაო მარტო დგომშიაო რა ნუ კაი თქო გავიყვან ხო და მიწერა იმას ვინც იყო ორგანიზატორი თუ აი ეს ვინც კურირებდა ამ ამბავს და კაიო კაც სიამოვნებითო ჩაწერეს რა ელენეც იმ დღეს ერთი კვირით ადრე ამ შეჯიბრამდე უშუალოდ შეჯიბრის დღეს აწონვების დღეს რეგისტრაციის დღეს რომ მივედით თან იქ ეხლა ამის ყველაზე დიდი პრობლემა იყო რომ ბრძოლა მოწეოდა და ისე არ დარჩენილიყო ბრძოლის გარეშე და striking MMA-ში გაცილებით ნაკლები ხალხი რეგისტრირდებოდა ვიდრე MMA-ში მაგალითად მაგ დღეს 2 იყვნენ თუ 3 striking MMA-ში დარეგისტრებულები და ჩვეულებრივ MMA-ზე მე მგონი 12 იყო თავიდან დარეგისტრირებული რაღაც ბევრი იყო რა მე ვიღაცები არ ჩამოვიდნენ მაგრამ მაინც ხო და ეს გოგო ვისაც ელენე ხვდებოდა უნდა შეხვედროდა ამ striking MMA-ში პარალელურად იყო დარეგისტრირებული ჩვეულებრივ MMA-ში და მე მეშინოდა რომ ისო ბოლოს იმას აირჩევს მეთქი და ელენე დარჩება თქო მეწყვილის კარზე ისე მდალი რა ჯანდაბად მინდა თუ არ იჭუბა თქო რა ნუ თვითონაც ეგეთი განცდა გქონდა და რომ მივედით ეგ ვიკითხეთ იქ ორგანიზატორებთან ესეა მეთქი ეს მეტოქი იქაც არის დარეგისტრირებული და იქაც და რო აირჩიოს მეთქი MMA ჩვენ ესე დავჩევთ თქვით თქო ეს ვკითხი რა და არაო კაცო ეგ ორივეგან გამოდისო რა ეს მეთქი როგორ ჩვენი ელენეს მერე ვეღარ მგონი ხო იქაც გამოვიდეს და იქაცო არ არის პრობლემაო და მეთქი ელენემაც რო ორივეგან მიიღოს მეთქი მონაწილეობა თუ შეიძლება თქო რა კიო როგორ არაო მიიღოს თქო და მაგ დროს მართლა არც რეკორდზე ვფიქრობდით არც ამაზე უბრალოდ გამოცდილების გამო აი გოგოა და ვიჭუბებო რა იქაც ჩვეულებრივ MMA-ისო ევროპის ჩემპიონატია თან არც ვიცით წონაში ვინ არიან რა არიან საერთოდ და დარეგისტრირდა ეგრე ორი აწონვის დღეს ორივეგან რა ანუ ჭუბის წინა დღე იყო ხო და ნუ ეხლა იქ პირდაპირ ფინალში იყო striking MMA-ზე პირველ დღეს და მეორე დღეს არ უწევდა ჭუბები და პირველი პირდაპირ მოუწიეს MMA-ის ჭუბი აი ხო გეუბნები არანაირი გამოცდილება MMA-ის არ ქონდა პირდაპირ ევროპის ჩემპიონატზე თან აი მაგ ფედერაციას Global Association MMA-ის არ აქვს სამოყვარულოში დაშვებული ყავს პროფესიონალი მებრძოლებიც. ნუ პირველი ვინც შეხვდა იტალიელი გოგო იყო რობერტო ზოკო, ესე ერქვა. პროფესიონალი მებრძოლი იყო, ჩვეულებრივ რეკორდი ჰქონდა, ეს ბოლო ბრძოლა ერთი თვით ადრე KSW-ს რო ეძახიან KSW ხო. ხო. მან ჰქონდა ჩატარებული და ნუ ახლა ელენესთან შედარებით კოლოსალური გამოცდილება ჰქონდა რა. ნუ გაუჭირდა ეს პირველი ბრძოლა სიმართლე რო ითქვას ელენეს, მაგრამ მოიგო. და ნუ მერე ფინალში გავიდა, ფინალში უკვე ხვდებოდა ეს პოლონელ გოგოს, რომელიც 10-0-ზე იყო რეკორდი. და მოქმედი ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი იყო მაგ ორგანიზაციის და ყველა ჭუბი 10-ვე ჰქონდა საბმიშენით მოგებული. ასევე ფინალამდე რაც გავიდა, ისინი საბმიშენით მოიგო. ჯიუ-ჯიტსუს შავი ქამარი იყო ეს გოგო რა და ხა ელენს ჰქონდა მაგ დროისთვის 3-4 თვიანი ჯიუ-ჯიტსუს გამოცდილება. Blue belt ხო? არც blue belt არ იყო. White belt იყო. White belt-იც არის, ბაწარი უნდა ხდებოდა. ბაწარი. ონდა ნუ მოკლედ პირველი რაუნდი გაუჭირდა ძალიან, ის აკონტროლებდა მთელი რაუნდი ხან მაუნტზე და ხან ნუ პრინციპში არის მაუნტზე და რაუნდის ბოლოს დასვიპა ელენე ბოლო რამდენიმე წამი და მეორე რაუნდში უკვე გარდატეხა რა და რაუნდის ზუსტად ბოლო წამზე დაანოკაუტა. მერე striking MMA-ს მოიგო და ჩვეულებრივ MMA-ს ეს ევროპის ჩემპიონატი ორი მედალი აიღო მაგ ტურნირზე რა. სამოყვარულო რეკორდიც გაიკეთა ასე ვთქვათ, მაგრამ მაგის მერეც არ გაუგზელებია ასე აქტიურად MMA. აი მაგის მერე იყო წეღარასაც ხვებოდი ეს ისევ ის რო იყო ევროპული თამაშები და მაგისტრის მოსამზადებელი პერიოდი. მაგრამ აი ევროპული თამაშების რო ჩავამთავრეთ, ხო, მთლიანად გადავერთო მერე ჯიუ-ჯიტსუს ტურნირებზე.
ნუ ჯიუ-ჯიტსუს ტურნირები დაიწყო, ესე იგი ეს პირველი საქართველოში ჩატარდა, მან დაიწყო რა პირველად. მერე იყო მეორე საქართველოში ჩატარდა თუ არ ვცდები, მეორე ტურნირზე 3 კატეგორიაში გახდა ჩემპიონი, ნუ 3-ში გამოვიდა, 3-ვეში გახდა რა, თავის ზონაში, აბსოლუტურ ზონაში და კიდე ნოგიში რა, გრეპლინგში. ყველა ტურნირზე ოღონდ მინიმუმ 2 კატეგორიაში გამოდიოდა ნოგი. აი დაყოფილი იყო კამრების ფერები, მარტო purple belt, proper belt-ზე. სუბლუში გადიოდა კი ყველაში. ოღონდ აი მაგალითად აბსოლუტურში არ იყო კამრის ისა იასამი ფერებში იყო რა. ნუ ეგრე ეწებია რა ხო. მერე იყო უკვე მსოფლიო ჩემპიონატი. ნუ ეს მსოფლიო ჩემპიონატი ხა მაშინ არც ვიცოდი დიდად. იყო საკმაოდ მაღალი დონის კი არა, ალბათ ყველაზე მაღალი დონის არის ჩვეულებრივ გიში, რაც ტარდება ტურნირები რა. ვიდრე საპრიზო ფონდიც იყო აბუ-დაბიში ტარდებოდა და ძალიან დიდი ღონისძიებაა ხოლმე რა, აბუ-დაბი World Professional Jiu-Jitsu Championship ესე ქვია რა. ყოველწლიურად ტარდება ნოემბრის დასაწყისში, 10-12 დღე გრძელდება ხოლმე ეს ტურნირი. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტურნირი არის მსოფლიოს ჯიუ-ჯიტსუში, გის ჯიუ-ჯიტსუში, რაც ტარდება და თვითონ ელენეს ზონაშიც ძალიან დიდი კონკურენცია იყო რა, მასეთი კონკურენცია რაოდენობრივად არც ერთ ზონაში არ იყო ბობოებში, 31 თუ 32 ბობო იყო ზონაში, მათ შორის ბრაზილიელები იყვნენ. და ნუ თვითონ ბადე ძალიან რთული მოუწია, იმიტომ რომ რაღაც ისე არის მან რომ ერთი ქვეყნის ერთი ქვეყნის წარმომადგენელი, 2 თუ 3 ხო, ფინალში სხვადასხვა მხარეს არ არიან. უეჭველი ფინალამდე უნდა შეხვდნენ ერთმანეთს, რომ ფინალი იყოს international. იგივე მხარეს მოხვდნენ ბრაზილიელები, ინგლისელები, ძლიერები ვინც იყვნენ რა, ყველა შეხვდა. პირველი ნომერი ვინც იყო ის ინგლისელი გოგო იყო, თან როგორ იყო იცი, ესენი იყვნენ ეს ბრაზილიელი შეხვდა მეოთხედ ფინალში, ნუ მანამდე ვიღაც არაბები შეხვდნენ. ნახევარფინალში შეხვდა ინგლისელი, ეს ორივე გოგო იყო 18-19 წლისები და რატო ვიძახი ამას? ეს 18-19 წლისები რეალურად 5 წლიდან ვარჯიშობენ, მაგრამ არიან მაგ დროს blue belt. იმიტომ რომ თავიდან სხვა ფერის კამრები აქვთ რა ეს ბავშვებში. ნაცრისფერი, სტაფილოსფერი, მწვანე და დიდები რო ხდებიან სუწლოვნები, მერე ისევ 0-დან იწყებენ თეთრი, ლურჯი, ეს და ყოველწლიურად აძლევენ ახალ-ახალს და რეალურად გამოცდილებით და ის ძალიან წინ იყვნენ, მაგრამ აი მაგ ტურნირზე იყო რა, ეხა ყველაზე გადამწყვეტი ტურნირი იყო, დიდი ტურნირი იყო ძალიან. ელენემ მოიგო ყველა ბრძოლა ერთის გარდა საბმიშენით. თან ისეთი საბმიშენებით, რომელიც ვარჯიშებზე არასდროს არ გაუკეთებია რა. არ ვიცი რატო რა მოელანდა ვარჯიშებზე ხა როგორც ფიზიკურად ძლიერი და ცოტა გვიან დაწყებული სხვა გოგოებთან შედარებით, სულ როგორც MMA-ის მებრძოლი მასე ჭიდაობდა ხოლმე. ტოპ პოზიციიდან სმეშავდა რა, ასე ვთქვათ, მეტოქებს, ეგ იყო ამის სტილი, მაგრამ იქ ხან რავი flying armbar-ებს და რაღაცებს ცდილობდა რა. გააკეთა კიდევაც. ნუ მოიგო ეს მსოფლიო ჩემპიონატიც. მაგის მერე წავედით უკვე ტაილანდში, აი ეს კემპზე, ერთ თვიან კემპზე, ესე ვფიქრობთ, მაინც არის თვე ნახევარი მოგვიწია დარჩენა. მაგ დროს აი ეს გამას რაც გითხარი, მაგ ორგანიზაციის მსოფლიო ჩემპიონატი დაინიშნა ბანგკოკში, ტაილანდში. და იმას ვთხოვე რა, ვინც იყო საქართველოს ფედერაცია მაშინ, რომ მეთქი აქ ვარ მეთქი ბანგკოკში, ისა პუკეტში კი ვიყავით, მაგრამ ახლოს რა და თუ არის მეთქი საშუალება და რაღაც იქნებ დაგვარეგისტრიროთქო და წავალთქო რა და იმათმა რაღაცა ცოტა სპონსორიც ჩალიჩეს, თვითონ წარმომადგენელი საქართველოსთან ჩამოვიდა ერთი და ჩავედით ბანგკოკში რა ეს მაგ მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა, მაშინ 52 კილოში გამოვიდა, ძალიან ბევრი წონა დაიკლო, ჰიდრატაციის ტესტი რაღაცებიც იყო. და მოიგო და იქაც საკმაოდ კაი გამოცდილების გოგოებს შეხვდა ეს მეორე ჩხუბი ვისთანაც ჰქონდა ის იყო მაგას ჰქონდა რა სხვა დროს 52 კილოში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატის მოგებული მაგ ორგანიზაციის და პირველი ვისაც შეხვდა ეს ჩინელი იყო პროფესიონალი მებრძოლი იყო ეს JC
თუ JSK-ია ხო JCK ხო მან ჩხუბობს ეხლაც რა ეს თან მოგებების სერიაზია 17-7-ია რეკორდი თუ არ ვცდები ეგ შეხვდა პირველ ბრძოლაში და მაგას მოუგო გოგოპლატით პირველივე წუთზე ვაუ მერე მოიგო მერე და ფინალში საერთოდ ვიღაცას და შეხვედრა და საერთოდ აღარ გამოუცხადა ის ეს იყო grappling ხო ანუ არა MMA ჩემპიონატი იყო კი და ახლა მაგ დროს უკვე ევროპის ჩემპიონატის მოგებული ჰქონდა მსოფლიოს ჩემპიონატის ევროპის ჩემპიონატის მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი დაამარცხა წინა მსოფლიოს ჩემპიონატზეც ისა მეორე წონაში ახლა 52-ში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი დაამარცხა და უკვე იყო ეს მომენტი რომ სამოყვავილო ბევრი ბრძოლა არ ქონდა ჩატარებული მაგრამ ამოწურული ჰქონდა რა რესურსი ვიღას უნდა შეხვედროდა ახლა ისეც გატესტილი იყო ასე ვთქვათ და მაგამდე სხვათა შორის მაგ ჩემპიონატამდე ADCC ტარდებოდა ტაილანდში იქაც ტურნირამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე წონა დაკლებული ჰქონდა თან უკვე და გამოცდილებისთვის გავიდა რა 6 ჭიდაობა მოუწია იქ გრეპლინგში თავის წონაში და აბსოლუტურში და 6-ვე საბიშენით მოიგო რა ეს ფინალი მოიგო კიდევ მან წამებში flying armbar-ით ვაუ და ისე აბსოლუტში რამხელა შეხვედრია ყველაზე დიდი რა აბსოლუტში მან ყველა შეხვდა თვითონ იყო 55 კილოში დარეგისტრირებული 3 ბრძოლა ჰქონდა აბსოლუტში და 3-ვე იყო 65-ში რო იყვნენ დარეგისტრირებული ეგეთ გოგოები რა ორი წონით წევით იყვნენ ისინი არა ამას ფიზიკაში არ აქვს ხოლმე პრობლემა არასდროს წონ ეხლაც ვანში რო იჭყობა ესე ზედა წონაში იჭყობა რომელი გირჩევნიათ ისა gi to no gi grappling-ისთვის ეხლა სულ ნოგიზია უკვე ბოლოს კი ალბათ აი 1000-ში ერთხელ რა არა როცა ჭიდაობდა ხო ძალიან ბევრი MMA-ს უფრო შესაბამისია მაგრამ სიმართლე რო ითქვას ძალიან მიყვარს მე გიც იმიტომ რომ გიში ფიზიკას ძალიან კარგად იყენებ და მე მიმარტივდებოდა გი თვითონ თან გრიპები შეგიძლია ხო თვითონ weaponary რა ანუ თვითონ და ყველაზე ძალიან რა თუ რა გაგიჭირდა შენი აზრით რა ანუ გადასვლაში რა MMA-ს გადასვლაში აი რა მოგეჩვენა ყველაზე დიდი სირთულე ჩემი აზრით ეს იყო რომ თავიდან მოიტაის ხوارიჩობდი მოიტაის აქვს ძალიან განსხვავებული დგომი ანუ გახარ უფრო სტატიკურად და ისაჭუბობ ძლიერ დარტყმებზე ხარ ორიენტირებული მე მაგალითად ვიყავი უფრო ორიენტირებული გადაჭეხვაზე ანუ წინ მივდიოდი სულ და MMA-ში ეგეთი რაღაც არ გამოგადგება იქ არ უნდა იდგე უნდა იმოძრაო სულ ფეხებზე გადაადგილება ძალიან მნიშვნელოვანი აი ეგ მოძრაობა მხოლოდ ფუტვორკი რასაც ეძახიან ეგ იყო ჩემი აზრით ყველაზე დიდი გამოწვევა რაც მჭირდებოდა რომ შემეცვალა და როგორ ქენი რომ ბოლოს ეგრე კარგად შეიძლება დიდი შრომა იყო მაგაში ჩადებული ნიკასგან მით უმეტეს იმიტომ რომ ყოველ ვარჯიშზე უწევდა თავიდან ყოველთვის გამეორება და დაძალება რომ აი ესე გააკეთე ან არ იდგე იმოძრავე 1000 რაღაცა მასწავლა ახალი გადაადგილება ფეხებზე მაგალითად ან დისტანციის კონტროლი და სხვადასხვა რაღაც და ორივესგან ძალიან დიდი შრომა იყო მაგაში ჩადებული და ძლივს მე და ისე ყველაფერი რო ვახსენეთ რა ეხა ყველა სტილი ვახსენეთ და ჭიდაობა არ გვიხსენებია და ეს რატო რახან ქართველები ვართ ეგ გენეტიკაში ქონდა ხო უეჭველი არა მან როგორ იყო ის პატშერის ვანის ჩუბზეს კომენტატორებს თუ უსმენდით რა რაღაცა ეს ქართული ჭიდაობა ძალიან ბევრი რაღაცა ეს მაგრამ რეალურად ჭიდაობა იყო ჩემი აზრით ეხლაც ჯერ კიდევ ელენესთვის აქილევსის ქუსლია რა იმიტომ რომ ცალკე ჭიდაობაზე არასდროს არ უვლია და არ გეტყობოდა პრობლემა ეგ ქონდა თავდაპირველ ბრძოლებში რა ანუ მიწაზე უწევდა იქიდან გამომდინარე ბრძოლები აი ეს კიდაც იმ შავი კამერის ბლოგელი ვინც იყო რო შეხვდა მეთქი ევროპის ჩემპიონატზე იმ გოგოსთან კიდაც აი ჩინელთან გოგო პლატათან რომ თავის ინიციატივით მიწაზე არასდროს არ გადასულა რა აი ამ ბოლო ბრძოლამდე პირველად იყო რომ ტეიქდაუნი გააკეთა ელენემ ჩხუბში ეხლა ვანში
ხო და აი მაგას ვერ ახერხებდა რა ხა მოჭიდავესთან ან გრეპლერთან ჭიდაობა უწევდა იმიტომ რომ ტეიქდაუნს ვერ იცავდა კარგად სტრაიკერი კიდე ვერ გადახავდა თორე აი ეგ ყველაზე დიდი მინუსი ქონდა ჭიდაობა და მე ნელა რაღაცა სპარინგები ის და რო თქვა სიმართლე აი ეს ნელა ავითარებს ჭიდაობას მაგრამ ეხლა მე ვფიქრობ რომ ეხლა ხო აქ კენაზე ბრძოლა და მაგის მე რო ჩამოვათ ცალკე უნდა ჭიდაობის მწვრთნელი აუყვანო მეც ესე ვარ ელენესავით ვითარდები რა ეხლა ამას რო გადავწყვიტეთ რომ უნდა დაეწყო MMA მე თვითონაც დავიწყე ვარჯიში გრეპლინგზე რაღაცა ჭიდაობაზეც ვიდეოებიდან ისეს და იმიტომ რომ როგორ რაღაცა ის თავიდან კი ვიფიქრე მე ხა ეს ეგოისტი მწვრთნელი არ ვარ რომ აი მე ვიყო ყველაფერი და ხო იცი ხა ეგეთი სჭირით საქართველოში განსაკუთრებით რომ ვიცოდი რომ გრეპლინგი და ჭიდაობა ჩემი არ იყო ვცდილობდი რომ მაგ მიმართულებით ვიღაცა სხვა მეპოვნა ვინც განავითარებდა მაგრამ პრობლემა რაშია იცი როცა მიყავს შეჯიბრებზე ყველაფრის მწვრთნელს იქ ვერ წაიყვან კუთხეში მით უმეტეს UFC არ არის და სხვა რანგის ტურნირებია სადაც არ არის რა ერთი სეგუნდათის სასიხდიან მარტო და მაქსიმუმ ორის ძირითადად სტრაიკინგი და გრაპლინგის კოუჩი დაგჭირდება ხოლმე ალბათ რა და გააჩნია მეტოქეს კიდე ალბათ გააჩნია ხო და ეგ თემა იყო რომ უკვე მე თვითონ თუ არ მეცოდინებოდა ეს ყველაფერი სხვა შემთხვევაში შეიძლება კი ვარჯიშებზე ვიღაც მწვრთნელები შესწავლებინათ რაღაცა გრეპლინგი, ჭიდაობა ისეს, მაგრამ კუთხიდან ვერაფერს ვერ რჩევას ვერ მივცემდი მერე და კუთხეში იქნებოდა მარტო ასე ვთქვათ რა. და ამიტომ მეც მაგის მერე რაც ელენემს გადავწყვიტეთ რომ ეს ბოლო რამდენი 5 წელი ალბათ 4 წელი MMA-ზე გადავიდეს, მე ვცდილობ რომ მაქსიმალურად პროფესიონალურ დონეზე დავეუფლო ასე ვთქვათ რა ტექნიკას მაინც ხა თუ მე თვითონ ვერ გავხდები ვთქვათ ჩემპიონი და რაღაც ტექნიკურ ასპექტში მაინც ვიცოდე ყველაფერი რა უკარნახო ხოლმე ბრძოლის დროს. და აი ხო მაინც ჭიდაობის მწვრთნელი სჭირდება რა ეს ჭიდაობა MMA-ის ჭიდაობა იმდენად სპეციფიკური და განსხვავებული რაღაცაა რომ თულია რა შევამჩნიე ვერაფერი აკილევსის ქუსლი მართლა ჯორჯიან რესლინგ აჩვენა ვანის სხვათაშორის ბევრად უკეთესად შეეძლო იქ რომ რინგი არ ყოფილიყო და ოქტაგონი ყოფილიყო რინგზე არასდროს არ ვარჯიშია რა არც ბრძოლის წინ არ ვავარჯიშებდი რინგზე იმიტომ რომ ჩვენთან როგორ არის ახლა აქაც გოგოები ჭირს სპარინგ პარტნიორებს გულისხმობ და ვერ გებოდით მაგალითად თუ იცის ერინ ბლენჩფილდი და UFC ფატიმა კლაინ სტროვეიტი არის UFC-ში რა ძალიან მაგარი გოგოა ჩემი აზრით ჩემპიონიც გახდება მომავალ წელს ეგორნი იყვნენ ჩამოსულები სხვა დარბაზში ბანკტაო არ ეს ჩვენ ტაიგერ მოედანში ვარ და სპარინგოთ ვიყავით ჩემთხვევით ნახეთ და ელენესთან იდგნენ წყვილში მოეწონათ რა და ანუ თავისი მწვრთნელიც იყო ამერიკელი მაგ გოგოების ერთი მწვრთნელი ყავთ და თვითონაც შემოგთავაზეს, ნუ ჩვენს გვაწყობდა ცალკე დროს მოვიდეთ ხოლმეო და ვისპარინგოთო და ეხლა მაგდენად ვერ გავკადნიერდებოდით, რომ მოდი რინგზე ვისპარინგოთ, რინგზე აქვს ჩხუბი თქო მე თქვა რა. ანუ გალიაში მოემზადეთ, გალიაში ვარჯიშით. ხო, გალიაში ვისპარინგობდით ხოლმე, ხო ისე და ძალიან გვეხმარებოდნენ ეგენი მაგის მწვრთნელიანად, ელენეზე მორგებულ სპარინგებს ატარებდნენ. როგორ იყო იცი? ელენე სულ იყო გალიაში და ისინი ამას ახან ჩხუბი ქონდა. 2 რაუნდი ერთ შემოდიოდა, მერე 2 რაუნდი მეორე ან თითო რაუნდი შემოდიოდნენ, იცვლებოდნენ, რომ ნუ თვითონ ისინი ბევრად არიღლებოდნენ. ხო და მაგ ეგოგოები ძალიან დაეხმარნენ ამ მომზადებაში. ნუ ჩემი აზრით მაინც ესე სჯობდა კარგ სპარინგ პარტნიორებთან ევარჯიშა ოქტაგონში, ვიდრე სპარინგ პარტნიორების გარეშე. სუსტად, მაგრამ რინგზე, ხო? ხო, რინგზე, ხო, იმიტომ რომ ეს ბრძოლაც ახლა ეს ვანის ბრძოლა, ნუ რაღაცა მხრივ კი საპასუხისმგებლო იყო და ასე შემდეგ, მაგრამ სიმართლე რომ ითქვას, ძალიან ისე მინიმალისტურად მოემზადეთ უშუალოდ მაგ ბრძოლაზე, იმიტომ რომ ვიცოდი მაგ გოგოსთან, ვისაც ხდებოდა, ყველა კომპონენტში ექნებოდა ელენეს უპირატესობა და ვერ წარმოვიდგენდი რაში შეიძლებოდა იმას მოეგო რა. და ამიტომ ავიღეთ მარტივი მაგას ეუბნები ხოლმე, ანუ
LNS ეუბნები მაგას, აი შენ რასაც ფიქრობ იმ გოგოზე, რომ ყველაფერში ჯობი ხარ შენ, თუ ანუ როგორი მიდგომა გაქვთ რა და ელე შენ რო გამოდიხარ, აი ზოლამდეც მეუბნებოდა და ზოლის დროს შესვენებაზე მახსოვს, რომ მოვიდა ზუსტად ეგ მითხრა, რომ ყველაფერში აბსოლუტურად ჯობი ხარ მაგ გოგოს და არანაირი პრობლემა არ არის. და შენი აზრით რა, აი რომ ზოგი არის როგორ იცი, რომ ანუ პირიქით ფიქრობს, რომ ის ძალიან ძლიერი არის ჩემი მეტოქე რა, ეგრე უფრო აწყობს, რომ იფიქროს, რომ ის ძალიან ძლიერი არის და მე მაგრა უნდა ვიმუშაო, რომ მაგაზე უფრო ძლიერი ვიყო და ნიკა საერთოდ რეალისტურად აფასებს ხოლმე ჩემო წინააღმდეგებს და ზუსტად მეუბნება იმას, რაც არის რეალურად და მე კიდევ ესეთი განწყობით ვარ ყოველთვის, როცა აი რაც არ უნდა სუსტი იყოს მოწინააღმდეგე ვიცოდე, რომ აზრი არ აქვს, ესე არასდროს არ უყურებ, იმიტომ რომ ყოველთვის რაღაცას უნდა მოელოდე ადამიანისგან და არ უნდა გაუშვა რაღაც შეცდომა არ უნდა დაუშვა არავისთან, ყველასთან მაქსიმუმი უნდა გავაკეთო და ამიტომ ასე არ უყურებ, ყველასთან ერთად უყურებ, რომ ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო. რეალობა მართლა მაგარია და ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, აი ნიკას ვეუბნებოდი ბრძოლაზე სანამ გავიდოდი, მანამდე ვეუბნებოდი, რომ ნუ რაღაც ველავის მე ერთადერთი რაზეც ველავ მე ვთქვარი, მე არ მადარდებს ის იმ გოგოზე არ ვფიქრობ, მე ვფიქრობ უბრალოდ მე ჩემ თავს როგორ წარმოვაჩენ, რაც გავაკეთე, რაც ვიშრომე, იმას როგორ გადმოვიტან ბრძოლისას და რამდენად ეფექტური იქნება ჩემი ბრძოლა. ეს არის ყოველთვის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. და არ მაგარია და ერთი კითხვა მაქვს კიდე თქვენთვის რა, ანუ რო იყოს შენი აზრით უფრო ძლიერი მეტოქე არაჩხუბებ ხო, ანუ ეტაპობრივად უნდა გამოიაროს, უნდა აიღოს ექსპერიენსი, უნდა აიღო ხო, სანამ მიხვალ იმ დონეზე, რომელიც არის ჩემპიონშიპ ლეველი, მაგალითად ეხა ჯანგვეილი რო არის და ეგეთი დონის ხალხი რა. ო, აი ხლა უკვე ელენესთან დაკავშირებით, აი ხო გეუბნებით სხვადასხვა სპორტებში უჩხუბია და აი მუაიტაიში მაგალითად უჩხუბია გოგოსთან, ვინც იყო ბოლო წლების საუკეთესო რა. საერთოდ წაგება არ ქონდა იმ გოგოს ამოყვავილო მუაიტაიში იფმაზე. აილენდელი იყო თვითონ? არა, პოლონელი იყო. აი პოლონეთში შეხვდა მაგ გოგოს ელენე და მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ელენემაც უყურა წინა მსოფლიო ჩემპიონატზე ვიყავით იფმაზე, მაშინ ეს 23 წლამდელებში იყო, ის დიდებში იყო. მაგ გოგოს ჩხუბს და მაშინაც კი თვითონ ვეთქვა, აუ ამას ესეც რო შევხვდესო, ამ იგივე წონაში იყვნენ, როგორც სხვა ასაკში, რა უნდა გავაკეთო, არ ვიციო რა, იმდენად სწრაფი და ფიზიკური იყო. ეგ შეხვდა ზუსტად ნახევარფინალში. მთელი ჩხუბი მარტო მთელი მომზადება და ის რა ქვია, ნუ მაგის მერე მთელი წელი რო გვახსენებოდა ეს მუაიტაის ტურნირი, მარტო მაგ გოგოზე ვფიქრობდი, მეტი არავისე რა, იმიტომ რომ მართლა ძალიან ყველაფერი აქვს აბსოლუტურად მოგებული მუაიტაიში, რაც რამე იყო და რო შეხვდა ბრძოლაზე, ნახევარფინალში მოუწია მაგასთან ჩხუბი, აი მე შევატყე რომ ელენე აი როგორ იყო ის თავს თვლი და ჩვეულებრივ ფავორიტად. არანაირი განსხვავება არ იყო ამის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში არც წინა ჩხუბზე და არც რომელიმე სხვა ჩხუბზე, თუნდაც საქართველოში რო ეჩხუბა. ძალიან თავისუფლად იყო და ბრძოლას ძალიან აგრესიულად და ისე წარმართა, რა ქვია, ყოველგვარი რიდის და რიდის გარეშე რა. და ეგ ბრძოლას, რა ვიცი, ეგეც აი რაც გითხარი კრივის, ეგეც ანალოგიურად წავიდა. პირველი რაუნდი, ნუ ის გოგოც ეგეთია, რომ უყურებ მაგის ჩხუბებს, კარდიო აქვს ძლიერი, იარაღი და პირველ რაუნდში თად ბოლომდე არ იხარჯება ხოლმე. ან შეიძლება იხარჯება, მაგრამ მეორე მეტოქი სანამ დასვენებულია, მეტნაკლებად თანაბარია ხოლმე პირველი რაუნდი, მაგრამ ნუ 90% პირველ რაუნდსაც იგებს ხოლმე გოგო პოლონელი. მაგრამ ნუ უფრო ხშირად არის გვიანდელი რაუნდების მებრძოლი და პირველ რაუნდში ელენეს მისცეს მოგება რა, ყოველ რაუნდის მერე იწერება მუაიტაიში 10. open scoring არის, ხო? ხო, კი. და ნუ პირველ რაუნდში ელენეს ხომ მისცეს მოგება და დავშვიდე, იმიტომ რომ არ ველოდით, რომ ეხლა მსოფლიოს ძალიან აქცევენ სამოყვავილო MMA-ში როგორ რაღაც არის, ისა მუაიტაიში ძალიან რთულია, რომ ჩესნად, ანუ სამართლიანად დაითვალო ქულები. იმიტომ რომ ძალიან ჩახლართული ჩხუბია, სულ კლინჩი არის, ჩახუტებები, მსაჯიკაშველებს, მით უმეტეს გოგოებში არ არის სუფთა ჩხუბი.
და ნუ პირველ რაუნდში თავიდანვე ველოდებოდი, ხა პოლონეთში ტარდებოდა, ის იყო ევროპული თამაშები, იყო პოლონელები სულ ყველა გავარდნილები იყვნენ რა, იგი ერთი გოგო ყავდა დარჩენილი მოაიტაიზე, ვისაც ჩემპიონობის შანსი ჰქონდა და თან მაგ ტურნირზე ყველა წონაში არ ტარდებოდა რა, შერჩევით იყო რამდენიმე წონა და ნუ ზედა წონებიდან, ქვედა წონებიდან ცდილობდნენ რომ ეგ წონა გაეკეთებინათ და იქ გამოსულიყო, იმიტომ რომ სიტყვაზე ოლიმპიური წონები რომელიც იყო მარტო იმ წონებში იყო რა. ხო და კონკურენცია გაცილებით დიდი იყო და მოკლედ ვიცოდით რომ მაგ გოგოსთან რაღაცა 10 თავით მაღლა უნდა გარიყო რომ მოგება მიეცათ ელენესთვის, მაგრამ ეხლა როგორ წავიდა ბრძოლა, ეს პირველ რაუნდში მოგცეს, 10-9 იყო პირველი რაუნდი. მეორე რაუნდი პირველზე უკეთესად იწყობა ელენემ და მესამე კიდე მეორეზე კიდე უკეთესად რა. მესამე განსაკუთრებით ძალიან აშკარად მოვიგეთ, აი მეორე კიდე პირველი და მეორე იყო ახლო რა, ეხლა ისე რომ ვთქვა. მეორე რაუნდში 2-1 იმას მისცეს, მაგრამ აი სპლიტით მაინც ვიგებდით, ანუ 2-3-დან წინ ვიყავით და 2-3-დან 1-1 იყო მეორეს მერე. და მესამეს უნდა გადაეწყვეტა მაინც რა და მესამეს ხო გეუბნები, ნუ ელენეს ქონდა სუფთა დარტყმები მეტი რა, ეს ფუშკიკებს რო ეძახიან ტიპს. ეგენ ფასდება კარგად ეგეთ ბრძოლებში და აი მარტო ბოლო წამებში 3 სუფთა გააკეთა და ყველა ვარიანტში გვეგონა მოვიგეთ ჭუბი. და მანდ ეს რაღაცა ყოფილა კიდე სპლიტით თუ აფინა ის საფინალო გადაწყვეტილება თუ არის გაყოფილი. მერე ემატება 2 ჟიურიო ესე ეძახიან რა. ანუ 5 კაციანი არის მერე. 5 კაციანი. მერე ხო, პრობლემები რაუნდებს თუ არის თანხმედრაში ყოველას გადაწყვეტილება. აქ შემთხვევაში 3 წვეს ჩაულებრად, მაგრამ უკვე როცა იყოფა, მერე ის 2 ემატება და ისინი წვედნენ და იმ 2-მა და იმას მოგება. მაგრამ მე იმის თქმა მინდოდა ამით, რომ ახლა თვითონ ბრძოლის დროს, ბრძოლამდეც, აი არანაირი ფსიქოლოგიური სტრესი არ ქონია მაგ ჯგუფში, რომ ის რაღაცა მსოფლიო ჩემპიონი გამოცდილი ის მიუხედავად იმისა, რომ ელენე მოაიტაიზე დიდებში იმ წესებით პირველად იჭუბა ეგ ტურნირი, არ ქონდა არასდროს დაჭუბა. და იგივეა MMA-ზეც რა, ეხლა იმ MMA-ზეც ხო ვიღაცას შეხვდა პირველივე ტურნირზე მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონს რაღაც 10-0-ზე ბალანსი. ფსიქოლოგიურად ეს 10-0 როა და ეს 0-იანი და ყველა საბიჭენი თუ პირველ რაუნდში მოგებული ურტყავს ადამიანს რა, თუ ძლიერი მენტალიტეტი არ გაქვს. ერთ სიტყვით მაგის პრობლემა არ ყოფილა არასდროს მით უმეტეს ეხლა ერთადერთი რაც იყო ელენესთვის მღელვარების ამბავი, დიდი ხანი ელენეს მაღალ დონეზე არ ქონდა დაჭუბი რა. თავის დონეზე არ ქონდა დაჭუბი. თუნდაც ეს ვანის ჭუბი არ ვთვლი რომ ელენეს დონეზე იყო. იმიტომ რომ აი ვანის ჭუბშიც ხო გეუბნები, ჯერ წონითი კატეგორია ავიღეთ ისე რომ მეორეთ პატარა, ეხლა ხო კიდე ჭუბობს იგი ჩაბაც რა. რკენაზე ხო? ხო, ორჯერ არ მოსწევდა დიდი წონის კლება. ხო. ის ქენით რომ შემოთავაზება ჰქონდა 52. Strawweight-ზე გახვედი, ხო? 215 ფუნტი არის, ხო მგონი ისა one-ში, არა? One-ში? ხო. არა, 125-ში ჭუბა. flyweight-ზე გახვედი? ხო, flyweight-ზე. ხო, one-ში strawweight-ზე ეძახიან flyweight-ს. ხო, კი, მართალი ხარ. ხო და ეგ მომენტი იყო რომ ამ ბრძოლისთვის ეგ წონითი კატეგორია შემოგთავაზეს 52. მანამდე ჰქონდა one-ში ჩანიშნული რა, ოღონდ მაშინ catchweight-ი იყო 54, 120. ხო და ეხლა გვითხრეს რომ 120-იო არ გამოვაო რა, იმიტომ რომ 120 წონაო არა აქვს one-სო რა და ან უნდა იყოს 125-იო ან 115-იო და ახლა მე ვუთხარ რომ 115-ს არ გავაკეთებინებ. Atomweight-იც აქვს one-ს მგონი ქალებში, არა? Atomweight-ი არის 115. 115. ვაში ერთ ეგრე ქვია სახელები რა, თორე 115 არის. ხო, atomweight, ხო. და აი ეგ არის ხა ამ ბრძოლისთვის, ნუ 115 არ ავირჩია, 125 ავირჩია, იქიდან გამომდინარე რომ კიდე გქონდა რკენაზე ბრძოლა. ხო, გაითვალისწინე ხო, რა თქმა უნდა. თავის ზონაში ვაჭუბებდი. ერთი ეგ მომენტი იყო. მეორე მომენტი ის იყო, რომ თვითონ ბრძოლასაც თუ უყურეთ თავიდან ბოლომდე, იმას შეამჩნევდი, რომ ერთი მიზეზი რატომაც დგომში აქტიურად არ ჭუბობდა იყო ის, რომ მეორე ჭუბი ჰქონდა იცოდა და ზიანი არ გჭირდებოდა საერთოდ. არა, ის არ იყო ცუდი გოგო დგომში ისიც, მაგრამ დგომშიცაც აჯობა ელენემ უეჭველი. აი მე ვიცი ახლა ამას რომ დგომში ეჭუბა თავიდან ბოლომდე.
საერთოდ რო არ ქონოდა ინიციატივა ჭიდაობის, მაგოგოს მეორე რაუნდში ალბათ მოხსნიდა რა, იმიტომ რომ ჯგუფში როგორ იქნებოდა არ ვიცი, მაგრამ რას ვიძახს, კარდიოთი გადატეხავდა. ბევრად უფრო damaging significant strike-ები ქონდა ელენეს და რავი, კონტროლიც ქონდა, takedown-იც ქონდა, submission attempt-ებიც და რავი, ყველანაირად მოიგე მართლა და ეხლა მეტოქეს რო ხვდებით რა, ბარაკა არის რა, Mortal Kombat-ი გამახსენდა თუ გახსოვთ ეგ თამაში, მანდ იყო ბარაკა რა ერთი და როგორ შეაფასებ და რას ეუბნები ამ მეტოქეზე, აბა? რავი, მე საერთოდ არ ვაფასებ სიმართლე რო თქვა, სერიოზულად საერთოდ არ განვიხილავ ეხლა ამ მეტოქეს, იმიტომ რომ ჭუბიც არ მინახავს მაგისი რა, რეკორდს რო ჩავხედე და რაღაცა უკვე მივხვდი დაახლოებით. ჩემი აზრით, რავი, ეხლა არ არის კარგი და სწორი ეს რაღაცებს ლაპარაკი, მაგრამ ძალიან მარტივი მეტოქე უნდა იყოს ელენეს და უბრალოდ ამ ბრძოლის გამართვის იდეა ჩვენთვის არის ის, რომ არც ფინანსური კუთხით, არც დროის დახარჯვის კუთხით ეხლა არანაირად არ გვიღვის საქართველოში ჩასვლა და მან ბრძოლა. ერთადერთი რისთვისაც გვიღვის არის რომ რეკორდი გაიკეთოს და გამოცდილება სპორტის სასახლეში იბრძოლოს და ცნობადობა რა მაინც საქართველოში ჰქონდეს. და იმიტომ საქართველოში დიდად არ აქვს ცნობადობა, არც პრინციპში ცნობადობა არ აქვს. ელეს? აუ, მე სხვათა შორის რა კენა ძალიან მომეწონა რა. ეხლა მარტო ერთი ღონისძიება ქონდათ, მაგრამ თვითონ ეს production მართლა მომეწონა, რაც გემოვნებით იყო გაკეთებული და აი სწორად არის გაკეთებული. მეც მაგით ვიდოდა ელენეს კენაზე ბრძოლა, რომ არის ის დონე, რითაც ყველაფერს კარგად აკეთებენ რა, მარკეტინგიდან დაწყებული, production-ი ყველაფერი მაღალ დონეზეა და თვითონ ამ ტურნირზე, ამ ივენტზე ახლა მებრძოლებიც ისეთი აქვს რა ჩამოყვანილი. ჩემი აზრით ესეთი ივენტს ბევრი უყურებს, უცხოელებიც გულისხმობ. კი, უეჭველი. თან მაიკლ ბისპინგ რო იყო ჩასული რა საქართველოში. იქ სეტანტამ გაუკეთა ინტერვიუ რა, ელბუჩომ და რკენაზე ისაუბრა მერე მაიკლ ბისპინგმა და რა ვიცი რა, ძალიან კაი იმედები აქვს რკენას რა და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ისტორიაში შევა რაღაცასაც ვიტყვი, დავიწყეთ საუბარი და ვანის კონტრაქტს რო ეხებოდა. ანუ მოვაწერთ კენის მერე, ხო? არა, საერთოდ არ მოვაწერთ. სავარაუდოდ არ მოვაწერთ, იმიტომ რომ ვანის კონტრაქტი ძალიან ცუდი რაღაცაა ზოგადად, რა ისეთ სპორტსმენებისთვის, ვისაც პერსპექტივაში UFC აქვს. ხო და უბრალოდ ჩვენ ვიდავთ ესეთ რაღაცას, ერთჯერად ბრძოლებს ავიღებთ ხოლმე, ერთ ბრძოლიან კონტრაქტებს მოვაწერთ. ოღონდ მარტო ვანზე არ ვიქნებით ორიენტირებული. რა, ეხლა ვანი გვაწყობს იქიდან გამომდინარე, ტაილანდში რა ხარ ვართ. აქ ტარდება ხოლმე ივენთები და ისე, ეხლა მენეჯერი ჩვენი ისეთ რაღაცას იძახის, რომ ვანშიო, ეხლა ელენე რა წონაშიც არისო. ანუ 52-ში, ანუ 115-ში კი შეუძლია ელენეს, მაგრამ ეხლა 125-ში იბრძოლა. მაგ წონას გაუქმებას უპირებენ, იმიტომ რომ სპორტსმენები არ ყავთო და ჩვენ შეგვიძლია მოვაწერო კონტრაქტს ხელიო, გაუქმებენო წონასო და ისევ თავისუფალი აგენტი იქნებიო რა. ხო და რისკი არის. ხარი არ გავუსწავლ. ვაი თუ არ გავუსწავლ. ხო, რისკი არის და იმიტომ რომ 125 არის, ხო? 125-ში არიან გოგოები. მაინც, არა? ეხლა ვინც იყო ჩემპიონი 125-ში, ეს ჩინელი გოგო არის, აღარ მოხსნი როგორია. ფანტას აქვს 35-მდე არიან. ეგეთი რაღაცა, ვანში ჰქონდათ 125 და 115, მაგრამ ბოლო პერიოდში 125-ში აღარ ატარებენ ჩუბებს რა, ეხლა ელენე ბრაწონაში ჩუბა მაგ წონაში. იმიტომ რომ ის გოგოც ვინც სოფლიო ჩემპიონი 125-ში არის, ვანის ბოლო ბრძოლა 115-ში ჩაატარებინეს და იქაც ვერ გააკეთა წონა 2 კილოთი ჩააგდო. მაგრამ 125-ში არ აძლევენ. და ერთი მწვრთნელი არის, მაგის მწვრთნელიც იყო, თან ელენე ძალიან მოსწონს, ბრაზილიელი არის. პერეირასაც ავარჯიშებდა, ეხლა პერეირასთან ერთად უყურებდნენ ელენეს ჩხუბს, რაღაც მაგან მელაპარაკა რა, რომ
არჩევ ერთი წელიო ვავარჯიშები ვიყავითო და ბრძოლაო საერთოდ არ მისცესო ვანშიო რა, იმიტომ რომ ეგ დივიზიონი მკვდარი აქვს ვანს. ფიქრობენ რომ მარტო ერთ დივიზიონს დატოვებენ გოგოებში 115-ს. და 115 ვერ გააკეთებ ელე? აკეთებ თუ ვერა? აკეთებს კი, ჩვეულებრივად აკეთებს. ეხლა კენა ეს 115-ში ჩხუბ. უბრალოდ არ გვინდა რა. ხო. აქ ჰიდრატაციის ტესტიც არის რა, ეგ ცოტა ართულებს სიტუაციას. წყალის პროცენტი ხო, რამდენი გაქვს თუ რაღაც ხო? ეგ დავით ქირიას დროს მახსოვს რომ მაშინ გავიგე მაგაზე რა. ქირია რომ გამოვიდა. შეხარ პირველი გოგო მებრძოლი ვანში ჩვენგან და რა ვიცი ძალიან დიდი ამაყი არის და მაგრა გასახი. არა, MMA-ის მებრძოლი პირველია ზოგადად. ხო, MMA-ის კი, ხო, მართალი ხარ, ხო? დავითა ხო იყო kickbox-ი, ხო? ანუ პირველი MMA-ის რატო არა ბრძოლია, ყველა ორგანიზაციაში აქვს ნაჩხუბი ქართველებს და ვანმარა დააშავა, თან არც ისეთი რთულია, ხა სიმართლე რომ თქვა, აქ მოხვედრა MMA-ში. კი, მაგრამ აი თქვენ კარგი ურთიერთობა ქონია, თუ გექნებათ კიდე შანსი, რომ ერთბრძოლიანი კონტრაქტები გააკეთონ, იმიტომ რომ ყველას უნდა რომ აი დაგითხრიოს ხოლმე ხარ და გაგიკეთოს აი მოგცეს 3 ბრძოლა ან რაღაც 3 წლიანი კონტრაქტი ან რაღაც ეგეთი რაღაცეები, ხო? და უფრო თავისუფლად ხო და ვანსაც ეგრეა ახლა 6 თვიანი აქვს რა, 6 თვიანი როგორი აღვთ იცი? 6 თვის მანძილზე სხვა ბრძოლას თუ შემოგთავაზებენ, აი მაგალითად რკენაში ვჩხუბობ, ვანს აკუფლება რომ იგივე პირობები მოგცეს თუ შემოგმატჩ. ხო, და იყოს პრიორიტეტი მაშინ, ხო? ხო, მაგრამ აი მაგაზე მქონდა პრობლემა, მენეჯერმა ცოტა მეჩხუბა რატო აიღეთო ის ბრძოლაო, იმიტომ რომ ვანმა რო სიტყვაზე არ მოგცესო უფლებაო, ვერ იჩხუბებთო იქო. ხო, და კაიო მაშინო მე ვიტყვიო რომ რა თავის ქვეყანაში რაც პატარა ორგანიზაციაში უნდა იჩხუბოსო და თქვენი კონკურენტი არ არისო არანაირათო და პირიქით მაგათვისაც უკეთესიაო რა, ეხა უფრო დიდი რეკორდით რო იქნებიო შემდეგ ბრძოლისთვისო, მაგათაც აწყობთო ეგო. და დავითანხმებოდა. матчмейкერი ვინც არის, ეგ გოგოა матчмейკერი რა, MMA გოგოების ბრძოლებს ვინც ადგენს ვანში და ესე აღმოჩნდა რომ ელენეს და მაგოგოს ეგ სპორტსმენი იყო ადრე, ერთი და იგივე, ანუ საერთო მენეჯერი ხავდათ და მაკედან გამომდინარე ვიმარტივდებოდა რა. კაი ურთიერთობა. კი, დაჟე როგორ იყო იცი ხო გეუბნები წონას მე ვეუბნები რა წონაში გვინდა, რიცხვს მე ვეუბნები რა რიცხვში მაწყობს ბრძოლა. მაგალითად ეხლა 13-ში შემოგთავაზეს, მეუთხარი 13-ში არ მაწყობს 20-ში. ჩავხსეს 20-ში, შემოთავაზეს 115-ში, მეუთხარი 125-ში მომიძებნეთ ვინმე, მოგვიძებნეს. წინა ეს ანალოგიურად იყო რა, რაღაცა 14 ნოემბერს შემოგთავაზეს და მაგაზე ადრე არც სალიაო თუ ვერ ვისმეტოქი და მე 14-ში უკვე საქართველოში მივდიოდი, ვიზა მიმთავრდებოდა. უთხარი რომ არა 7-ში თუ გაკეთება, გააკეთეს რა ეგრე. თუ გაქვთ რამე ტაილენდზე სასაცილო ან უცნაური ისტორია და რა გენატრება ხოლმე ელე საქართველოდან რა? არ მიფიქრია ამაზე, უნდა დავფიქრდე. არ ვიცი, რა, მე ვფიქრობ, რომ ტაილანდი არის სპორტსმენისთვის სამოთხე. აი, ყველანაირი პირობა გაქვს იმისთვის, რომ შენაც გჭირდება ის მიიღო აქ. ანუ, ვერ გულისხმობ ვარჯიშს საუკეთესო ტრენერები არიან, თქვათ დარბაზები, დარბაზში ყველა პირობა გაქვს. მიდიხარ ვარჯიშო, მოდიხარ ისვენებს სახლში ახლოს. თან მოპედიც დავდივართ და მარტივია გადაადგილება. აი, ყველაზე დიდი სირთულე არის ხოლმე საქართველოში ის, რომ ნახევარ დღეს ვატარებთ გზაში და აღდგენას ვეღარ ვასწრებ ხოლმე და აქ ეგ ძალიან მარტივად არის მიხვალ და ისვენებ, მეორე ვარჯიშს ეწახვალ თავისუფლად. ასევე განტვირთვა არის მარტივი, გადაღლას იგრძნობ, ჩახვალ თქვათ სანაპიროზე გაისეინებ, იბანავებ, განიტვირთები, მასაჟს გაიკეთებ და ნუ კუნთებისთვისაც კარგი აღდგენა იქნება. ანუ ამას გულისხმობ, რომ აქ არის მართლა ყველაფერი, რაც სპორტსმენს სჭირდება. ამიტომ მარტივად შევეგუეთ საკმაოდ აკაუ პირობებს. ძალიან მაგარია და საქართველო რა თქმა უნდა, ყოველთვის მენატრება, ყველაზე მეტად რა თქმა უნდა, ადამიანები ჩვენ გარშემო ყოფი, ოჯახის წევრები, მეგობრები, ნაცნობები და
თვითონ გარემო, როგორც შენი ქვეყნის, რა თქმა უნდა და კიდევ საჭმელებიც ძალიან ხოლმე ქართული. ხინკალი, და ახალ საჭმელებს ვერ წყვები ახალ საჭმელებს და რაღაც რესტორანი არის მგონი ქართული რა, მანტრა, რაღაც ინსტაგრამზე. არის და არა ერთი სხვადასხვის კი. ერთხელ ვესტუმრეთ კიდეც და კი. ძალიან მაგარია და კიდე ესეთი გამომიგზავნა დედამ მაგალითად ჭადის ფქვილი არის ესეთი რაღაცები მენეტრება ხოლმე ქართული. კიდე ესეთი კითხვა მქონდა რა. თუ ყავს ყველა დროის საყვარელი მებრძოლი ვინ არის შენი? ვალენტინა შევჩენკო. Nice. შეუცვლელია და საუკეთესოა ჩემთვის თან. ყველაზე მაგარი გამოცდილება იყო მასთან ერთად ვარჯიშის სპარინგები. დაუწყარი იყო მოკლედ ეს ჩემთვის და სხვათა შორის მაინც მინდა აღნიშნო, რომ როგორც სპორტსმენი კი არა, როგორც ადამიანიც ასევე შეუდარებელია. ძალიან განათლებული ჩანს ისე სხვათა შორის. და ძალიან უშუალო ადამიანია და ეს ძალიან კომფორტული იყო მასთან ურთიერთობა. და შენ როგორც მოცეკვავი მაგის celebrations რო აკეთებს და რო ცეკვავს ხოლმე რაღაც ელემენტები მგონი აღებული აქვს ჩვენი კავკასიური ცეკვებიდან, არა? და ეხა გამახსენდა კიდე კაი რა. ეხა გამახსენდა რისი კითხვა მინდოდა რა. ანუ როცა ხართ რა საზღვარგარეთ რა, მაგალითად ეხა ტაილანდში და ეუბნებით რა ხალხს რო we are from Georgia, ხო? ძირითადად როგორი რეაქცია არის, იციან თუ არა და მე ძალიან უხარიათ. კი, უხარიათ. განსაკუთრებით რა თქმა უნდა, ილია და მერაბს ახსენებენ პირველ რიგში ყოველთვის. და უხარიათ თან იმიტომ რომ პირადად არ ყავს ბევრს ნანახი ქართველი ადამიანი და რომ ახლობენ ესე პირადად ილიას და მერაბის ქვეყნიდან თქვა ადამიანს, ანუ აქ ხოსო სპორტსმენები არიან უმეტესად და ძალიან უხარიათ და ქართულ სხვათა შორის რაღაც სიტყვებს სწავლობენ ხოლმე ხა ერთი იაპონელი ბიჭი ყავს დარბაზში და ყოველთვის მისამების დროს გამარჯვებას მეუბნება და მადლობა ისწავლა როგორ უნდა თქვას და სულ იყენებს ხოლმე. იცი ხალხი რო იძახის რომ მან ვარჯიშობს რა ის სუმგონია რომ მარტო სტრაიკინგს ვარჯიშობს რა და რა პროცენტად არის გაყოფილი რა ვარჯიში მან და ნუ wrestling, MMA, grappling და თვითონ striking. აი ყველაფერი არის ცალ-ცალკე აბსოლუტურად ანუ ყველაფერი ნებისმიერ კლასზე შეგიძლია დაესწრო, მაგრამ როგორც ესეთი რო ავიღოთ MMA-ის კლასი როცა არის, უმეტესად არის ორიენტირებული ჭიდაობაზე. და არის კედელთან მუშაობა, დგომში ჭიდაობა და სპარინგები. ეს არის MMA თვითონ MMA-ის კლასი რაც არის, მაგრამ ცალკე არის კრივი MMA-ისთვის, ცალკე არის muay-thai-ის და kickboxing-ის კლასები და ასე შემდეგ. და ეხლა რო კითხე რა რეაქცია გაქვს მეთქი შენი გულისხმე რომ სადაურიც არ უნდა იყოს და ანუ არის თუ არა განსხვავება ტაილანდელების შორის და კიდე ვიცი რომ მანდ არიან ძალიან ბევრი კავკასიელები ხო ჩtildeოთ კავკასიელებიც და გაქვთ თუ არა მეგობრული კაი და როგორი ურთიერთობა მაგალითად ბევრი ჩეჩნებიც იქნებიან ალბათ ინგუშებიც დაღესტანელებიც ხო? კი ყველასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. იქ რა თქვი? ატირეს ერთხელ ელენე ჩtildeო კავკასიელებმა. აი თვითონ მოგიყვება. მოყვების ეთო? შენ მოყვები. მუსულმანები არიან ესე ძირითადად და ჩამოსული იყო ერთი წვრთნელი იუსუფი ერქვა თორცები მოკლედ ნუ ესეც იყო მუსულმანი. ხო ძალიან კარგი წვრთნელი იყო აი ძალიან მიყვარდა მას მისი ვარჯიშები და ვარჯიშს აკეთებდა და მას ყავდა ჩამოყვანილი თან გუნდისავით რა აი ჩამოყვა ძალიან ბევრი სპორტსმენი და ისე გამოდიოდა რომ ფაქტიურად ეს ჯგუფი შევსებული იყო ამ ბიჭებით რა მისი გუნდით და ისე გამოდიოდა ერთი ორჯერ მოხდა თუ უკვე მეორე თუ მესამე შემთხვევა იყო ისე გამოდიოდა ვერავისთან ვერ დგებოდი იმიტომ რომ გოგოსთან არ შეეძლოთ დადგომა ანუ ხელსაც არ გართმევენ აქ ესეთი წესები არის ხო ალბათ შეიძლება იცით თქვენს და კი ანუ წყვილის გარეშე დავრჩი და ვარჯიშზე ვარ მისული ვერაფერს ანუ წყვილთან ვერ დგავარ და აი ძალიან გავნერვიულდი იმიტომ რომ რა უნდა გავაკეთო როცა ვარჯიში გინდა ვერ ვარჯიშობ იმიტომ რომ წყვილი არ ყავს იმის გამო რომ აი ესეთი რელიგიური ჯგუფია ჩამოსული და ვერავისთან ვერ ვარჯიშობ და ამის გამო რამდენიმე ვიტიჟე მაია წყნეთელი უნდა გაგეჩალიჩებინა რა კაროჩე
ვიჭად უნდა გადაქცეულიყავი და ხო და რა ქენით მე მან ხო ბევრი ხალხი არის და ისე მოხდა რომ მარტო ეგენი იყვნენ ანუ მაგათი აი ის იყო ხო უმეტესად და ეხლა 1-2 როცა არის სხვა უკვე ვეღარ ხვდები ვერც ვარჩევდი ვინ იყო და ვეღართან ვეღარ მივდიოდი თან დაწყვილდებოდნენ ეს ბიჭები ერთმანეთში რჩებოდი ისე და ძალიან რთული იყო აი ფსიქოლოგიურად დამსკდაცრებლები და აღარ ვიცოდი რა მეკითხა აი next fight ანუ ისა მაინც ანუ ჩვენ კავკასიელებში მაინც არის ხო კაი ურთიერთობა რა რაღაც არ არის იმიტომ რომ ხო იცი ეხა როგორი ეტაპი არის MMA-ში რა თითქოს ის დაიწყო ბიფი რა Georgia versus Dagestan და რაღაც ხო აზე ხარ რა პური და მახაჩევის არა აი მაგათაც სხვადასხვა მაინც უხარიათ ხოლმე რა აი ისეთი და ცუდი დამოკიდებულება არ აქვს ეს დაპირისპირება ხო უფრო სპორტული კუთხით არის და ეს ადამიანს უფრო იმას აძლევს რაღაც არ ვიცი პირიქით უფრო ახალი თითქოს რა გარედან იცუყურებს იმ სპორტსმენებს ხო თუ გაკ რომელიმე დარტყმის გატარების ყველაზე ფავორიტი ფინიში რა რომელი დარტყმითი გატარება არის შენი ფავორიტი ფინიში head-kick არის კონკურენტო ჩემთვის იმიტომ რომ აი ჩემი აზრით უფრო ბრუტალურია და აი მკვდარივით რო ეცემა ადამიანი იმას აძლევს headshot dead და ნოკაუტი თუ საბმიშენი მაშინ ნოკაუტი საბმიშენის კარგია ნოკაუტი ელფერია ეხლა შევატყე რომ once არ ქონდა უფლება თუ არ ხმარობდნენ მოკლედ მუსიკას ხმარობდნენ თვითონ თავიანთ მუსიკებს რა გამოსვლებზე და შენ გაქვს თუ არა საყვარელი ვოკაუტ მუსიკა ან სიმღერა კი მაქვს ჩემი მუსიკა შერჩეული და კინოზე ანუ ეხა არ გვეტყვი ხო რა თქმა უნდა ეხლა მინდოდა ძალიან რომ ჩართულიყო უბრალოდ ხო არ აქვს მათი აი ძირითადად რა სტილის მუსიკა მოგწონს მაშინ ყველანაირს მოსმენ უბრალოდ გააჩნია რა მუსიკას ესე ვთქვათ ნებისმიერი ის მოსმენა შემიძლია ვარჯიშის დროს გიყვარს თუ პირიქით იცით როგორ არის აი მიყვარს კი მაგრამ არ ვიყენებ როგორც მოტივაციის წყაროს ანუ არ მჭირდება მაგას გულისხმობ რომ როცა ძიმე პერიოდი მქონდა ხოლმე ვთქვათ განატაში ხანდახან დავიწყე ისე რომ აი გამომეყენები როგორც მოტივაციის წყარო მაგრამ ჩემ თავზე ვიმუშავე რომ აღარ გამოვიყენო რაღაცეები ისე როგორც მოტივაცია და მე თვითონ მივცე ჩემ თავს მოტივაცია და თუ არის ჩართული სასიამოვნო მუსიკა რამე ენერგიული მომწონს კი მაგრამ ნუ არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა იქნება თუ არა ხო აი მე დავრბოდი ხოლმე რა ადრე რომ დავრბოდი და მუსიკა თუ არ მქონდა რა ვეღარ დავრბოდი რა ანუ ძალიან ისე ვიყავ აი მაგას გულისხმობ ზუსტად კი აი ესე არ ვიყენებ როგორც ხო ეგ აია თორე მე რო ეჩვევი დამოკიდებული ხარ მაგაზე რა კაი შემდეგი არის შენი საყვარელი cheat meal აი ყოველთვის სხვადასხვა რაღაცა არის მაგალითად ეხლა მე პირველი ასე წარმოვიდგენ რომ შევჭამ ბრძოლის შემდეგ იქნება ხაჭაპური ო მე ძალიან რომელი ხაჭაპური ვერსია გევასება მეგრული იმერული მიყვარს ძალიან იმერული მიყვარს ძალიან მაგრამ ამ აი ეხლა რატომღაც მინდა რომ ერთადერთხელ მაქვს ნაჭამი ეს აჭარული ხაჭაპური ისიც ტაილანდში ქართულ რესტორანში ხო და აქ არისო ქართული ყველით და მაგრამ ძალიან მაგარი იყო წელვადი გემრიელი ყველით იყო და მომეწონა მაგრამ ეხლა მაქვს ძალიან დიდი სურვილი რომ გავსჯო საქართველოში გამონზადებული ნამდვილი აჭარული ხაჭაპური კი მაგარია მე მიყვარს ტაფაზე შემწვარი იმერული რა იქ ქუთაისში მიკეთებენ ხოლმე ძალიან მაგარია მე იმერელი ვარ და მე ვარ დედის მხრიდან ვარ ისე რაჭველები არიან რა დედის მხრიდან მაგრამ ქუთაისში გადასახლებულები ძალიან დიდი ხნის წინ რა და მამის მხრიდან ჭიათურა დედის მხრიდან ზესტაფონი ანუ სრულიად წარმოშობით იმერელი და თბილისში დაიბადე კი, თბილისში დავიბადე, გავიზარდე თბილისში. ნუ თბილისელი ხარ რა. ნიკ შენ? მე მცხეთაში დავიბადე. მცხეთა მაგრამ მიყვარს. აი როგორც თბილისელს მცხეთა მიყვარს. აი ის გზა რა, ტრასაზე რომ მოდიხარ, ჯვარი რო ჩანს იქიდან რა. ეგ არის ჩემთვის ყველაზე
საყვარელი ადგილი რა, ჯვარს რო ხედავ ხოლმე რომ მივდივარ თბილისში ან რო გამოვდივარ რა. ვა, უკვე დაღამდა მან იმდენი ვიბაზრეთ. გადრეღამდე სხვათაშორის. ხალხო რა, მოკლედ დიდი მადლობა რა და მოგცემთ მიკროფონს რომ მოიკითხოთ ან მიცეთ ჩევა ახალგაზრდებს, ვისაც აინტერესებს და აპირებს ამ გზით ცხოვრებას, ან უბრალოდ სპონსორებს, ან fight hopper-ებს და ფანებს დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ყავს და უფრო ბევრი გეყოლება, იმიტომ რომ მართლა ძალიან დიდი ტალანტი ხარ და მაგარი გუნდით ნიკ მაგრა გამიხარდა თქვენი გაცნობა ელე ბლადფერი, სადაც არ უნდა იყო მე ვზივარ და უყურებ შენ ბრძოლებს რა და მე რაჭულ ცეკვას. ერთ სიტყვით მადლობა მოგიხდით პირველ რიგში და შემდეგშიც რა ვიცი, აი ჩავამთავროთ ეს ბრძოლა არკენაზე და ისევ ჩავერთოთ ერთხელ უფრო დეტალურად მე გავიაროთ ელენეთ მომავალ გეგმებზე, იმიტომ რომ ბევრი რაღაცას მაინც არის დამოკიდებული, ბევრი სპონსორის თემა და ორგანიზაციები კიდევ ველოდები ამ ბრძოლას ჩაატაროს, რეკორდში ჩაეწეროს, რაღაცა პერფორმანსი აჩვენოს და მაგის მერე უკვე შემდეგ ნაბიჯზე დავიწყებთ ფიქრს. და ვისაც სურვილი გაქვთ სპონსორობის საშუალება არის და შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ Instagram გვერდზე. Bloodfairy, სისხლიანი ფერია. ათაშორის ეს მნიშვნელოვანი თემა არის რა. ძალიან ბევრი მაყურებელი ხავს სოფლიო და თან გაძლევენ უფლებას ყველანაირი სპონსორი გაიტანო პირდაპირ რინგზეც და არაფერს არ გზღუდავენ. რკენაზე იძახი? One-ში. Once აქ, ხო, ანუ once აქ, ხო. კი, 55 მილიონი გამომწერი ხავს Facebook-ზე. 195 ქვეყანაში უფასო ლაივი აქვს. ჩემთანაც 13 მილიონამდე YouTube გამომწერი ხავს და ძალიან დიდი ბაზა აქვს რა. აი, აქ შეიძლება ყოფილიყო თქვენი რეკლამა. აჰა. აი ჩვენ სპონსორებად გამოვდივართ Fight Hop-ი, იმიტომ რომ კოლაბორაცია და რა, ხო ასე. არა ჩვენ არ გვაქვს სპონსორი რა და ეგეც პრობლემა არის. მაგრამ შენ დარწმუნებული ვარ ბევრი ჩვენ არასდროს ეს სპონსორი არ ყოლია, ხო. ხო და ეხა ჭირდება ზუსტად. არც ვიფიქრე ამ მაგას. ხო, ეხა არის საჭიროს, თორემ მე რო უკვე ჩემპიონი იქნება UFC-ს და ზეზე იქნება და მაშინ უკვე ყველაფერი ექნება დარწმუნებული. მე უფრო ძვირი გახდება უფრო გამბავი თორე. სიჩქარე. შანსი აქვს რომ იაფად გამოვიდნენ. ჯიგრები ხართ რა, მოკითხვა ყველას თქვენიანს მანდ და საქართველოში ოჯახში Fight Hopper-ებს უღრმესი მადლობა და დროებით და გეშვიდობებით Fight Hop we out. მადლობა თქვენ. You tune into the Kartwelians on the Fight Hop podcast. Fight Pod.